გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის ოთხშაბათი, დაგიბრუნდით პოდკასტ არეადან. დღეს ჩვენ საუბრობთ კვებაზე და ჩემი სტუმარია ძალიან სასურველი, რომელსაც დიდხანს ველოდი, სანდრო გოგოხია, ვინც არ იცნობთ და დარწმუნებული რომ ბევრი იცნობთ. სანდრო არის ჰარვარდის და სტენფორდის სერტიფიცირებული კვების ნუტრიციოლოგი. ნუტრიციოლოგი ჩემისლო მეთქვა. და დღეს, როგორც გითხარით, ვისაუბრებთ კვებაზე. გამარჯობა, სანდრო. გამარჯობა. დამიხარია შენი სტუმრობა ჩემთან. მადლობა. სანამ დავიწყებთ საუბარს, მინდა გითხრათ, რომ ამ ეპიზოდის წარმდგენი არის PSP და რა თქმა უნდა, PSP მოგვიმზადა ძალიან საჭირო და ასევე საინტერესო ნიფსზე, საკვებ დანამატზე ფასდაკლება 50%-იანი. ეს საკვები დანამატი არის ორთომოლ პრო მეტაბოლი, ბიოლოგიურად აქტიური, ინოვაციური საკვები დანამატი, რომელიც თუთიასთან ერთად შეიცავს სპეციალურად შერჩეულ მიკრობაქტერიების კომპლექსს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, აღადგენს ნაწლავების და ლორწოვანი გარსების მიკროფლორას. და ერთი კაფსულა შეიცავს 5 მილიარდ 10 მიკრობიოტულ შტამს და პლუს თუთიას. ფასდაკლება იქნება, როგორც გითხარით, 50%-იანი. ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ აფთიაქებში, PSP-ს აფთიაქებში და 25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ვისარგებლოთ ფასდაკლებით. სრული ლინკის აღწერა იქნება ვიდეოს აღწერაში და თქვენ შეგიძლიათ რომ ნახოთ, ასევე თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ პრომო კოდს, რომლითაც ისარგებლებთ და წარადგენთ აფთიაქში სტუმრობისას. და ხო, რა ვიცი, მე თქვენთან ერთად ვიწყებ მოკლედ ამ საკვები დანამატის მიღებას და ერთ-ერთი ჩვენება, რაც ჩემთვის ყველაზე ესეთი იყო, არის მუცლის შებერილობა, რომელსაც ამბობენ, რომ მოკლედ შველის. დავიწყოთ ახლა საუბარი. სანდრო, გამარჯობა კიდევ ერთხელ. ჩვენ ესე პოდკასტში საერთოდ ვიწყებთ ხოლმე სულ თავიდან, ესე ვამბობ ხოლმე და სიღრმისეულად გვიყვარს ყველაფერში ჩასვლა. იმიტომ რომ ჩემი მაყურებელიც ესეთია, რომ ყველაფერი ცოდნის მოუარეა მოკლედ. ესე იგი, პირველი კითხვა მაქვს ასეთი, ზოგადად რა არის კალორია? რას ვეძახით კალორიას მეცნიერული თვალსაზრისით და რა თქმა უნდა შენ ეცდები რომ ჩვენთვის გასაგებინაზე მოგვიყო. ხალხისთვის გასაგებინაზე და რომ მიიღონ ცოდნა ინფორმაცია და როგორც თქვა, აი რაც გამოსაყენებადია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე თორე ბევრი რაღაც ტერმინებით და განმარტებებით რაღაც საუბარი დიდ არაფერს არ მიცემს და რეალურად ჩემი ზეც სულ არის, რომ აი ისე აუხსნა ყველაფერი ისე მარტივად, რომ მე ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში მარტივად გამოყენებადი და გასაგები იყოს რა. ესე იგი კალორიას რამოდენიმე განმარტება აქვს. ჯერ ვთქვათ, ნუ აი შენც როგორც თქვი, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რეალურად ჩვეულებრივი ადამიანისთვის არაფრის მომცემი, მაგრამ ნუ სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა 1 გრამი წყანის გასათბობად 1 გრადუს ცელსიუსით. ანუ არაფერს არ მაგრამ იცი არიცი შენ ცხოვრებაში არაფერი არ შეიცნო. ეხლა რაც უფრო ხალხისთვის მნიშვნელოვანია და რაც აი კალორია ყველა. მაგალითად რომ დაუკავშიროთ ახსნა წონის დაკნებას რა, წონის დაკნება მომატება, ხო? მაგასთან მიმართებაში კალორია არის ორგანის რა კალორია ჭირდება, იმაზე ნაკნებ კალორიას თუ იღებ, ესე იგი წონაში იქნებ, ორგანის რა კალორია ჭირდება, იმაზე მეც თუ იღებ, ესე იგი იმატებ. არის ასევე საკვებთან დაკავშირებული, მაგალითად ზოგადად საკვებს ენერგეტიკული მიღირებუნება რაც აქვს, ანუ მაგის განსაზღვრენია კალორია რა. იქ გამოგჩა მთავარი, რომ ზოგადად სიტყვა კალორიანი საზომი ერთეული, როგორც აი მეტრი, სანტიმეტრი, ლიტრი, ეს კიდე რა შეიძლება იყოს. რასაც იყენებენ აი სიგრძის გასაზომად, წყალი თქვა და ზუსტად მასე გამოიყენება ადამიანის და პროდუქტების შემთხვევაში ენერგიის საზომად კალორია რა. პროდუქტებზე რო ვთქვათ, რა პროდუქტი, რა ენერგიას გვაძნებს, ვთქვათ, ბანანი, მარწყვი რო ავიღოთ, რაღაც ბანანს მეტი კალორია, ანუ მეტ ენერგიას გვაძნებს, ვიდრე მარწყვი. პროდუქტების შემთხვევაში ეგ განმარტება. ასევე არის კიდე, ვთქვათ, ადამიანის ორგანის, მე გადავალთ უფრო კიდე ალბათ, რომ მეტაბოლიზმის ამბავში ყველა ადამიანის ორგანიზმს ჭირდება რაღაც რაოდენობა ენერგია, კალორია, რომ ჩვეულებრივად იფუნქციონიროს. რომ რაღაც ისუნთქოს, იმოძრაოს, ტვინმა იმუშაოს და ორგანოებმა იმუშაოს. მაგისთვისაც ჭირდება ენერგია
რასაც გაინაცვლება კალორიებში. ზოგ ადამიანს მეტი, ზოგს ნაკნები, ზოგი ადამიანის ორგანიზმს მეტი კალორია ჭირდება მუშაობა, ზოგს ნაკნები და ყველაზე ისეთი ადამიანისთვის რაღაც მარტივად გასაგები კალორიის განმარტება ეგენია წონის დაკნებასთან, პროდუქტებთან და ადამიანის ორგანიზმს ზოგადად ჭირდება რაღაც რაოდენობა კალორია რა. ანუ აი რო ამბობენ რომ საკვები არის ჩვენი საწვავი, საწვავი იმიტომ არის რომ საკვებს აქვს კალორია, რომელიც საწვავის საზომი არის კალორია რა, რაღაც რა უნდა წავიდე სხვა ქალაქში, რომელიც არის შორს. რამდენი კილომეტრი რაღაც არის 500 კილომეტრში, ესე რაღაც დღეს უნდა მივიღო რაღაც այն რაოდენობა, ორი ნაჭერი პური, ზოგადად კი შეიძლება ეგრეს თქმაც, მაგრამ მაგ ანუ შორს და ორ ნაჭერ პურს ანაცნობს 500 კილომეტრი აქ რაღაცა 50 კალორია, რამდენი კალორიაც ეგ. აი უბრალოდ ეგ არის. არაფერი რაღაც განსაკუთრებული, აი კალორია. ხო, იმიტომ რომ ცოტა დემონიზირება, აი ვული გახდა რომ ამას ბევრი კალორიები აქვს, ანუ კალორია, ძირითადად გვესმის ხოლმე უარყოფით კონტექსტში რა. ხო, აი რატო სადღაც რომ მივდივარ, თქვა სადღაც და შორს არის რამდენი კილომეტრია 500 სიტყვი. წონის დაკნება მინდა რაღაცა ცოტა უნდა ჭამო. რამდენი კალორია რაღაც 1500 2000 კალორია არ ვარ ცუდად ზომავს რამდენი უნდა ვჭამო. მანძილი თუ გინდა ზუსტად იცოდე კილომეტრს არ აუშავს, მაგრამ კალორია ცუდია. რატო? ანუ საიდან? ჩვეულებრივი ანუ საზომია და რავი, რატო ეჩხუბებიან ესე კალორიაც არის. კი ბატონო, ეხა შენახსენე საინტერესო რაღაც და კითხვაც ეგეთი მაქვს, რომ ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯი. და რაც გულისხმობ ამაში ეს ბაზალური მეტაბოლიზმი, რაც გვაქვს, ფიზიკური აქტივობა და საკვების გადამუშავება. როგორც ვიცი, აქვს პროცენტული მაჩვენებლები, რაზე რა მიდის რა დღის განმავლობაში მიღებული ამ კალორიებიდან. რო აგვიხსნა, რომ გვიხსნოდეს რაც ვახსენებ, ბაზალური მეტაბოლიზმი არის, თქვათ, რა რაოდენობა ენერგია, ანუ კალორია ჭირდება ორგანიზმს, უბრალოდ იყოს, იცოცხლოს, ისუნთქოს, სისხლმა იმოძრაოს, ეს მარტივი მოძრაობები გააკეთოს, ტვინმა იმუშაოს და შემდეგ. ეს ყველა ადამიანს რაღაც მოცემული აქვს, ყველა ადამიანის ორგანიზმს რომ ამდენი კალორია ჭირდება. რაც არის დაახლოებით ესე ზუსტად რიცხვი არა, მაგრამ რაღაც 60-70, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ცოტა მეტი პროცენტიც. ცნიანი კალორიის 70% უბრალოდ, ანუ საჭირო ორგანიზმისთვის, რომ თენი დღე რა ესე ვიჯდე და არც ვილაპარაკო, პირიც არ გაღო, მაინც ჭირდება ეს 60-70, ზოგ შემთხვევაში შეიძლება 75% კალორიების. საკვების გადამუშავებას ძირითადად რასაც ჭამთ, მაგასაც ორგანიზმი თენი პროცესები უნდა დაიწყოს, რომ ის რაც ჭამე გადაამუშავოს, დაყოს, უჯრედებში გააგზავნოს, მაგას დაახლოებით აი 10% მცნიანი კალორიული დანახარჯის. და ფიზიკური აქტივობაში ორი დაყოფა არა. ერთი აი უშუალოდ ვარჯიში, თქვა დარბაზი ავიღოთ, მიდიხარ 1 საათი ვარჯიშობ, აი ეგ კიდე სხვა არის. და აი მოძრაობები მე რასაც ვაკეთებ, მოვედი აქ, თქვა ფეხი დავჯექი, ნიფტის მაგალითად კიბეზე ავედი, უბრალოდ სახლი დავალაგე, პირნესოს რა. ეგ კიდე ცალკე ენერგია. მაგას ჭირდება დაახლოებით 15%-მდე და აი ვარჯიში უშუალოდ კვირაში 3 ჯერ, კვირაში 4 არ აქვს მნიშვნელობა, საათნახევარი რას ვარჯიშობ 5-დან 10%-მდე. ანუ ის მოსაზრება ბერს რო აქვს, რომ თქვათ აი დღეს რაღაც ძალიან ბევრი ჭამე, ხვალ 1 საათის მაგალითად 2 საათს ვარჯიშებ. ანუ აი ეს ძალიან ბევრი ჭამო თქვათ, თუ არის რაღაც 5000 კალორიით მეტი ჭამე, იქ საათის მაგალითად 2 საათს რო ივარჯიშებ, დაიწვევა 300 კალორიის მაგალითად ზოგადად 400. ანუ არაფერს არ ცვლის ეგ და არანაირი აზრი არ აქვს მაგ მასე მიდგომას, რომ აი იცი რა ბევრს ვარჯიშებ და არა უშავს რომ ჭამე ზედმეტი რა. ანუ ზოგადად აი ვარჯიშს კონკრეტულად დარბაზში არა ფიზიკური მცენი დღის მოძრაობით, აი კონკრეტულ დარბაზში ვარჯიშს ძალიან ბევრი 5-დან 10%-მდე ვთქვით და ადამიანის გონებაში გონიათ რომ აი პირიქით 70 მაღაზია, რაღაცა მაგრა თუ ივარჯიშა, ან ნახევარი საათით მეტი, всё, ყველაფერი გათანაბრდა, არაფერი პრობლემა არა. არა პრობლემა არის მაინც. პრობლემა რჩება, ამიტომ. ხო, აი რო გონიათ რომ მიდიან და მე რა თქვათ სარბენ ბილიქზე არის 0 საათი პირობითად, ხო? ანუ რეალურად ხო აი მოდი კარგად გავარკვიოთ რა მაგაში. რეალურად სარბენ ბილიქზე რო დგავარ 1 საათი თუ 2 საათი, თქვათ პირობითად დავსი 600 კალორია, ხო? 500-600 დაუშვათ, ხო? შეიძლება ვიღაცა მეტი, ვიღაცა ნაკლები, მოდი რომ გავამარტივოთ 500 კალორია, ხო?
ეს ხო რეალურად ხო, ანუ იმაზე მეტი არის ვთქვათ, ხო, ვიდრე პირობითად 9 საათი რო ვივარჯიშებდი ან საერთოდ არ ვივარჯიშებდი. ანუ რა თქმა რეალურად უნდა. კალორიების წვა ხო, უფრო მეტი მიდის, ხო? და კი, მაგ შემთხვევაში აი ეს პროცენტული წილი ხო, ვარჯიშის იმატებს, ხო, ვთქვათ იმ მაშინ რაც ვთქვით რა, ენერგეტიკულ ხო, დანახარჯებში. ხო. ხო? ანუ მოიცა ეხლა შენ ამბობ კარდიოს გაკეთება, ანუ ხო. ბინიკზე უფრო მეტი კალორია იწვება, თქვათ თუ წონის დაკნება მიზანი, ბინიკის გაკეთება ჯობია, ვიდრე უშუალოდ არა, მე რას ვარჯიში. ვამბობ, იცი, ჩვენ ხო ვთქვით, რომ ხო, ენერგეტიკული დანახარჯები გვაქვს ხო, რა, ეს რასაც ავტომატურად სხეული ხარჯავს ხო, და ვარჯიში ხო, პლუს რომელიც დავყავით ხო, დარბაზში ვარჯიში და ესე ჩვეულებრივად მინდა, მაგრამ ხო, დარბაზში ვარჯიში რა ავიღოთ. თუ მე დროს გავზდი ხო, დარბაზში სავარჯიშოც, კი, ანუ 5000 კალორია რომ მივიღე, იმას ხო, რა თქმა უნდა არ დავწვამ, მაგრამ ხო. პროცენტულად ხო ამის მაგრამ წვა, კი ხო. 500 კალორიას თუ დაწოვდი 1 საათში, საათ ნახევარწუნი 750 ხო, დაწოვ. ანუ მაგრამ უბრალოდ როგორი 5000 ანუ ეგ 500 კალორია არის ვიღაცისთვის სხვაშიც, ხო. 2 სნიკერსი რა, რომელსაც რავი მეორე ჭამას უბრალოდ ისე აყონებს რა, 5ჯერ რო ჭამს დღეში, ხო. მეორე ჭამას 2 სნიკერს აყონებს რა. ანუ ეგ მე ამ 2 სნიკერს რო შეჭამ მეორე დღეს 500 კალორიას დაწოვ თუ 750-ს, ანუ 5000-დან 500 გამოვაკნებ თუ 750-ს, პნიუში დარჩები ან 4500-ის ან 4250-ის და აი ეგ კი, კი. და გონებაში ყველას აგრო, აი ნახევარი საათით მეტი ვარჯიში, ესე იგი იმ 5000-დან რიცხვებს რა აი მარტივად გასაგები იყოს, 4000 დავწვი. არა, 500 დაწვი, ან 750. არა კი, აი მწნიანი რა. ხო. აი ეგ და მე ყველაფერი ზოგადად აი ძალიან თუ ჩავღრმავდით რიცხვებზეა რა, ანუ ეს კალორიაც ენერგიის საზომი. ენერგია რიცხვები, ამდენი კალორია 10, 20, 30, 200. ეს 1000 ნუ 1000-ების ფარგლებში მიმატება გამოკნება, всё ეგაა რა. ზუსტად რო ვიცოდეს, რომ ჭამე 4000 კალორიით მეტი, ხვალ ბინიკზე ვწვავ 500 კალორიას. ანუ 4500 არაბათინებს ერთმანეთს 3500-ის პნიუსში რჩები. ანუ მაინც მოიმატებ ყველა ვარიანტი. ყველა ვარიანტში პნიუსში რჩები. ნუ თუ მომატება ეს პნიუსი ერთი დღე თუ 3500 დაგჭა, მეორე მესამე და ესე გროვდება და ზოგს თვეში გამოდის რაღაც 50000 კალორიით მეტი. და უცებ ძალიან ბევრი მომიმატე ერთ თვეში. რავი ხო. ბუნებრივია. ხდება ეგრეც კი. კარგი, მაშინ ეხა იცი როგორ რა საკითხი გადავიდეთ, შენ სახსენე რა განსაზღვრავს დღიური კალორიაჟის ნორმას რა, აი განსხვავებები ხო არის ქალი, თქვა სქესის მიხედვით თუ არის, ასაკის მიხედვით თუ არის, წონას, ვიცი რომ ყველაფერი განსაზღვრავს და აი რატო და როგორ ვახსენებ. ცნიანობაში რა, ძირითადად მაინც უმეტესი ნაწილი მაგის განსაზღვრანი გენეტიკურად ხდება რა, ანუ თავიდან რომ დაიბადება ადამიანი გაჩნდება ცხოვრების სტილსაც აქვს მნიშვნელობა ცოტა თქვა მე სანამ 1 წლის, 2 წლის, 3 წლის სანამ ზრდასრული გახდება, როგორი ცხოვრებით, მშობლები თქვა რა საჭმელდნენ, როგორ სად დაყავდათ, რასაკეთე, მაგასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მაინც თავიდან რომ დაიბადება, აი ადამიანის როგორ თქვა ორგანიზმში პროგრამაში რაღაცეები, მოცემულობები არის, რომ ეს. მაინც ძირითადი ნაწილი ყველა ადამიანს აი დაბადებისას გენეტიკურად გადმოყვება, რომ ამ ადამიანს თქვათ მაგანიძე ვიძახით ისე, რომ ჩვეულებრივად თუ იფუნქციონირებს მის ორგანიზმმა, ჭირდება 1500 კალორია. თქვათ ჩემსაც თქვათ ჭირდება 2500. ეს მოცემულობა. მაგრამ ამასთან ასევე თენი ცხოვრება, როგორი ცხოვრების სტილი გექნება, რა შეჭამდე, აქტიური იქნები, ვარჩევა, ეგეც მოქმედებს ცოტა ზრდის ან ამცირებს კიდე აი ბაზალ მეტაბოლიკის რეაქციას, რაც აუცილებლად საჭირო იქნება. ვთქვათ, აი რას გულისხმობ, თუ ბავშვი დაიბადა და თავიდან, ვთქვათ, ისე მივიდა 15 წლამდე, რომ საერთოდ ან ფიზიკურად დიდად აქტიური არ იყო, არც მშობლებმა, ვთქვათ, სპორტზე არ შეიყვანს, არაფერი, კუნთური მასა შედარებით უფრო ნაკლები განუვითარდება ერთი და იგივე გენეტიკური მოცემულობის ორი ბავშვი რო ავიღოთ. ვიდრე ვთქვათ, მეორე ბავშვი, ვინც ხან ფეხბურთზე ატარებდნენ, ხან ტანვარჯიშზე, ხან შედარებით უფრო კუნთური მასა მეტი ექნება. აი კუნთური მასა ორგანიზმში რამდენია? ეგეც ერთ-ერთი უდიდესი წვრთნილი აქვს, ან ბაზალმეტა ჩვეულებრივად რო იჯდეს ადამიანი, რამდენ კალორიას მოიხმარს მისი ორგანიზმი. რაც უფრო კუნთური მასა მეტი აქვს, მით უფრო მეტი ენერგია ჭირდება ამ კუნთების შენახვას და შესაბამისად არაფრის კეთებაში უფრო მეტ კალორიას წოვს მისი ორგანიზმი რა. მაგრამ როგორც თქვი, მაგას
ძალიან გადამწყვეტი არა, უფრო მაინც დიდი ნაწილი დაბადებიდან გენეტიკურად როგორც ხვდა წილად მას. ქალს და კაცს შორის ზოგადად არის განსხვავება რა, რომ ქალს შედარებით ქანის ორგანიზმს შედარებით ნაკლები კალორია ჭირდება ვიდრე კაცის. მაგრამ მაინც შედარება ძალიან დიდი ზოგი შეიძლება ქალს, ანუ მთელი ცხოვრება ისე იცხოვროს, კუნთური მასა ბევრად მეტი კონდეს ვიდრე კაცს. მის ორგანიზმს ბევრად მეტი კალორია დაჭირდება უბრალოდ რომ იყოს. ამიტომ ესე ზოგადად რო ვთქვათ, კი, კაცს უფრო მეტი კალორია ჭირდება, მაგრამ მაინც მნიშვნელობა აქვს ვის ადარებ ერთმანეთს რა, ქანი ვინა, კაცი, ხო. მისი ორგანიზმი რა მდგომარეობაშია რა. და ასაკთან ერთად უფრო მეტი კალორია გვინდება თუ პირიქით? უფრო მეტი საწვავი, ხო, როგორ არის? ნივთიერებათა ცვლა, ეგ ბაზალ მეტაბოლიკ რეიქ რაც არის, რაც ორგანიზმში ჭირდება, რომ იცოცხლოს, იფუნქციონიროს. მანდაც არასწორი საქმე და ინფორმაცია თუ წარმოდგენა რომ გონიათ რომ რაღაც 30-40 რო გადაშენელდა ჩემი მეტაბოლიზმი რეალურად ეგ ხდება 60-70-ის მერე როდესაც ორგანიზმი მოხუცდება ბუნებრივი პროცესია ის გინდა არ გინდა რასაც არ უნდა აკეთებდე მაინც კუნთური მასაც მცირდება რა გაკლდება მიდიხარ სიკვდილისკენ მიდიხარ მე გინდა არ გინდა თუნდაც ვარჯიშობდი აქტიურად მაინც გაკდება კუნთური მასა აი წინაზე რაც აღვნიშნე ახლა რომ კუნთური მასა რაც რომ მცირდება ბუნებრივად ეს მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერი კალორიები რაც ორგანიზმში ჭირდება ეგეც მცირდება რა და ეგ კუნთური მასის თქვა ატროფია ესე აქტიურად უფრო იწყება ის 60-70-ის მერე რაც პირდაპირ უკავშირდება მერე ნივთიერებათა ცვლის შემცირებას ანუ უფრო ნაკლები უნდა ჭამო 60-70-ის მერე რო წონა არ მოიმატო მაგრამ ხალხს შეცდომით გონია ეს 30-40-ის მერე და არა 60-70 წლამდე მეტაბოლიზმი ესე მკვეთრ შემცირებას არ განიცდის ანუ 70 წლამდე ერთ და იგივე დაახლოებით თუ რაღაც საშინელი ცხოვრების სტილი არ გაქვს და რაღაც ათასუბედურებას არ აკეთებ თითქმის ერთ და იგივე დონეზე რჩება მეტაბოლიზმი ანუ ერთი და იგივე რაოდენობა კალორია ჭირდება ორგანიზმს ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ეხლა რაღაც მოვხვდი მოკლედ ხალხში და ერთ-ერთი გოგონა ამბობდა რომ 40-ის ზემოთო, ანუ ადრე მაგალითადო სადღაც რო წავიდოდიო, ვთქვათ, პირობითად საცეკვაოდ ხო, მოვიდოდი სახლში 3 კილოთი ნაკლებია და ეხლა 3 კილოთი მეტი მოვდივარ, იმიტომ რომ რო არ მძინავსო, სითხეს იკავებს და უფრო შუბდებიო რა. სხვა შორის ეგ რაც თქვით, ანუ ქალს და კაცს შორის ანუ ქანის ორგანიზმი კიდევ უფრო მარტივად ზოგადად უფრო რთულია ქანის ორგანიზმი კონტური მასა რომ აშენოს, მოიმატოს და უფრო მარტივად კარგავს, როცა აი ასაკი იმატება, შედარებით რომ მარტივად იკარგება ქანის სხეულში კონტური მასა რა. რატო შეგიძლია ეგ მითხრა? რატო რაზეა ეგ დამოკიდებული? ანუ რატო ქალები რატო ნაკლებად შეგვიძლია რომ კონტური მასა მოვიმატოთ და რატო მიდის? ნუ ზოგადად ეგრე არის. ფიზიოლოგიიდან გამომდინარე. ხო, ეს სამყარო ვინ შექმნა, ქანი ცოტა შედარებით ზოგადად რო ავიღოთ კონკრეტულად ქალს და კაცს რო შეადრებს შენება, მაგრამ ზოგადად ქანი უფრო ნაკლებად ძალა ნაკლებია აქ, ფიზიკურად უფრო ნაკლებად მეტი. ნუ არ ხო, რატო არის ესე არ ვიცი, მაგრამ ესეა რა. მოცემულობა ესეთია, მაგის ახსნა რატო შეიქმნა ესეთი სამყარო, მაგრამ ეგრეა რა. ანუ ერთი არის განმარტება, მაგალითად რაც წაკითხული მაქვს, რომ მუცელში ქალების თქვათ პრობლემა შეიძლება იყოს მუცელში ცხიმის დაგროვება და ეგ ბუნებრივი ამბავია, იმიტომ რომ ანუ ორსულობასთან და მშობიერებასთან არის დაკავშირებულიო და ძალიან დიდად აი ქანის და კაცის ორგანიზმს ხო თითქოს რა ორი ფეხი, ორი ხენი ყველა, მაგრამ ქანის ორგანიზმში აი ფუნქციების მუშაობა შენება აი თუნდაც ორსულობა ახსენე რა, ანუ კაცი არ ორსულდება, ეგ ძალიან დიდზე გამოსახდეს ორგანიზმზე და თუნდაც კუნთური მასის მომატება და დაკნებაზე სავარაუდოდ უდიდეს მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ესე ზედაპირულად თითქოს კაცი და ქანი ერთნაირია, მაგრამ შიგნით აი პროცესები თუნდაც ციკლი ყოველთვე კაცს აი ციკლიც ისე მოქმედებს. სითხის შეკავება ახსენე რა. სითხის შეკავებაზე ეგ თუნდაც ორსულობის დროს ხო რამდენი ხანი თვეების სითხის ციკლის დროსაც ქანის ორგანიზმში კუნთურ მასას თავიდანვე აი სითხის ყოველდღიური შეკავება გამოდევნაც სრულიად განსხვავებულად არის ვიდრე კაცის ორგანიზმში რა
ეგეც ძალიან ბევრ რამეზე მომოქმედებს რა. იმიტომ არის განსხვავება, იმიტომ ხედავს მარტივად ადამიანს, აი ხანი რაღაც რთულად იქნებს კაცი მარტივ, აი იმიტომ რომ შიგნით სხვადასხვანაირი პროცესები მიმდინარეობს რა და კი ბატონო. მაგაში განსხვავება არის რა. ქალს ცოტა სხვანაირად როგორ თქვა, მოწყობა. სწორი გზა სხვანაირად არის წონის დაკნების, კაცის სხვანაირად. კაცისთვის კიდე ცოტა მეტაბოლიზმი ახსენე ხო. შენ და აქ თუ რამე ახსნა არსებობს არ ვიცი, ალბათ ეგეც გენეტიკურია, მაგრამ რო არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, მე ძალიან ბევრ ვჭამ და არ ვსუქდები. ხო. ანუ მინახავს ეგეთი ადამიანი, ჩემს სამეგობროშიც არის მართლა ბევრ ჭამს, მაგრამ არ სუქდება. ნუ რაღაცა ასაკთან ერთად 1-2 კილო შეიძლება მოიმატოს, მაგრამ ძირითადად ხო, არის. ესეც ეგეც თავიდან ეს არის, ეხა რაც თქვი ზუსტად რა, თავიდან მის ორგანიზმს ორივე თქვათ მეც და ისიც რა, ორივეს გუნი გვაქვს, ერთნაირად ფუნქციონირებს. იმას ბევრად მეტი ენერგია ჭირდება მის ორგანიზმს, რომ ჩვეულებრივად იფუნქციონირებს, ვიდრე თქვათ ჩემსას. მაგას უწევს თქვათ ბევრად მეტი სჭამა, ანუ ბევრად მეტი, ანუ კალორია ბევრის მიღება, რომ თქვათ წონა შეინარჩუნოს, არ დააკლდეს. მე შეიძლება უფრო ნაკლებად მომიწიოს რა. ეგეც ის არის. სხვა შორის ეგეთ ადამიანებს ზოგი არის ცოტა გამხდა, ანუ მომატება უნდა რა, ზედმეტად გამხდარი ესე რომ ვთქვათ რა. ბევრად უფრო უჭირთ აი წონის მომატება, ვიდრე ცოტა ზედმეტი წონა ვისაც აქვს, მაგას დაკნება რა. ანუ ბევრად რთულია ან ბევრი კალორიის, ანუ ზედმეტის ძანით ჭამა, ვიდრე შიმშინი რა და აუ ეს რა კარგია ეს ადამიანი ამდენი ჭამა შეუნია, ამ თლად ესე მარტივიც არაა რა, ის სხვაზე ყოველთვის აუ ნეტა მეც ისე ვიყო. აი ჯერ გაიგე როგორ არის და შეიძლება წონის მომატება უნდა ისე გზნობს თავს რაღაცა, ანუ ენერგიოთან რაღაცა, მოკლედ ისეა რა. აი პირდაპირ ეგრევე აუ ნეტა მეც მასე ვიყო, შეიძლება მის როგორ ამბობენ, მის ფეხსაცმელებში რო გაიარო ერთი თვე და უიო არა ჩემი ჯობია ვიშიმშილო უფრო მარტივად დავიკვებ, ვიდრე რწყევამდე ვჭამო, ამიტომ ამიტომ მე დოს ორი მხარეა. ნუ შეგშურდება პირდაპირ ეგეთი ადამიანების, რომ აუ რამდენი ჭამს და არ სუქდება რა. რო ჭირდებოდეს ძალიან უჭირს გასუქება. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ რა დღიური კალორიაში. მე ვიცი რომ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, სიმაღლეს წონას, იმას, ამას. მაგრამ ხო, საშუალო სტატისტიკური ადამიანი, საშუალო სტატისტიკური მოძრაობის თქვა მდომიარე ცხოვრების წესით, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეხლა ყველას თითქმის მდომიარე ცხოვრების წესი გვაქვს. რა არის ქალის შემთხვევაში ნორმა, კაცის შემთხვევაში ნორმა. როგორ არის ხო გავასაშუალოთ ერთი ზუსტი რიცხვი რო ავიღოთ მაგალითად ანუ აი წარმოდგენები ძალიან ისე აქვს რა ბევრ რა გონიათ რომ აი რაღაც ყველაზე მინიმუმ 1200 ხშირად სვენია რა 1200 კალორია მინიმუმი რაც 1200 რომ მაგაზე ქვევით გააჩნია ადამიანს რა ეხა დღეს რო ავიღოთ ეგეც სუიცრნება რა რაღაც 15 წლის წინ 30 წლის წინ კიდე სხვანაირად იყო ეხა ზოგადად სამყარო იცნობა ყველაფერი ცხოვრების სტილი, აი მჯდომარე ახსენე რა, ადრე ბევრად, თქვა 30 წლის წინ შედარებით დღევანდელს რო შევადაროთ, უწევდა ადამიანს რაღაც ფიზიკურად მეტად აქტიურად ყოფილიყო, ეხლა ხო რა, ყველაფერი გამოიძახე, მოვა აქეთ, მოვა შენთან რაღაც ისეთი ცხოვრების სტილია, რომ ნაკლებად მოძრაობა უწევს. შესაბამისად, აი კალორიაც, თქვა 1200 რო იძახიან, ისეთია რა, ზუსტად ვერ იტყვი, მაგრამ ძალიან რო გავასაშუალოთ რაღაც რენჯი რო ავიღოთ, ალბათ ქალზე და კაცზეც განსხვავება იქნება, მაგრამ ნუ აი როგორ ავიღოთ, რო წონა შეინარჩუნოს? ხო, რო წონა შეინარჩუნოს. ხო, ალბათ აი 1200, 2000-მდე სადღაც შუანედი ალბათ ქალის შემთხვევაში, დაახლოებით რა, ძალიან ისეთი რენჯია დიდი, მაგრამ ნუ რაღაც ეგრე რა, რაღაც მაგიმაში რა. და კაცებში ალბათ, თქვათ 1500, 2500 ან 3000 არასწორია ეგრე თქვა, მაგრამ ნუ რაღაცა წარმოდგენასავით მაინც რო შეგნოს დაახლოებით ალბათ ესე რა. და მე ვნახე როგორც გითხარი სანამ კამერებში ვერთობთ არის 2025 წლის მიფლინ სან ჟეურის
მოკლედ ვერ ხო, წავიკითხე, გამოცვლა ხო, BMR-ის. ხო. და აქ არის ესეთი რაღაცა, რომ ანუ ვიტყვი, როგორ ითვლება Mhm, ქალებისთვის და კაცებისთვის და mhm, შენი გამოცდილება mhm, და შენი პროფესიონალიზმი მოკლედ აქ მოგვაშველე. mhm. ესე იგი 10 უნდა გამომრავლოთ წონაზე, ხო, კილოგრამზე, უნდა დავამატოთ 6.25 გამრავლებული სიმაღლეზე, mhm, რამდენი სანტიმეტრი ვართ და გამოვაკლოთ 5 ჯერ ასაკი. mhm, mhm, და მაგას კიდე გამოვაკლოთ mhm. 161. ხო, ეს არის ქალის შემთხვევაში, ხო, კაცის შემთხვევაში იგივეა ყველაფერი, უბრალოდ ვუმატებთ 5-ს. ხო, მე მაგალითად ჩემთვის ახლა ამ ხო, მონაცემების მიხედვით გამოვათვლევინე და ეს მეუბნება, ხო, რომ ჩემი ხო, დღიური, აღვნიშნე, ეს არის რომ არაფერს არ ვაკეთებ. ხო, ანუ უბრალოდ რომ ხო, ვარსებობდე მაგისთვის ხო. რა. მე ამას თუ ფიზიკურად ვამატებ აქტიური რაღაცა, თვალ, ხო? ხო, და ეს ჩემი გამოთვალა 1300 ხო, რაღაც რა. ხო, უბრალოდ აი მთელი დღე რომ აი ხო, ესე ხო. მდგომარეობაში ვიყო. ნუ ამას როცა იმატებ. შესანარჩუნებლად, ხო. ხო. და აი შენ იცი როგორ როგორ არის ყურე, ეგეც აი ხალხისთვის გასაგები რო იყოს მარტივად. ეგ რაც ახსენე, რა იყო? ნუ არ აქვს რაღაცა სახისმშენებლობა რა. ფორმულა, ხო, ხო. ფორმულა არის უამრავი რა. საიტებიც არის Google-ში რო შეხვიდე, ჩაწერო ან ChatGPT-ს კითხვა, გამოგითმის ასე თუ ისე დაახლოებით ყველა დაახლოებით ერთი და იგივე რიცხვს, მაგრამ მაინც ეს რიცხვი არის ყველა შემთხვევაში სავარაუდო რა. ანუ ცოტა გარყმაზეა რა, რაცა უნდა ზუსტი და იმეც რაღაც კვნევები ჩაატანონ რიცხვად. ხო. ყველა ადამიანისთვის მაინც იქნება აი მიახლოებით და მე ეგ არის რომ ის სუთავიდან რა კალორიით დავიწყო რა. ნებისმიერ საიტზე შედი, ნებისმიერ ფორმულა გამოიყენე, ასე თუ ისე რაღაც დაახლოებით რიცხვს მოკრებს. მე არის მთავარი რა. ეგ რიცხვი უნდა აიღო და ეცადო მინიმუმ 1 კვირა. 10 დღეა, ნუ სასურველია 2 კვირაც, აი ეს კალორია რაც დაგითვალა, მაგ კალორიას მიყვე ყოველ დღე. სასწორზე თუ ყოველ დღე აიწონებ უკეთესი, თუ არა თავიდან და მე ბოლო რამოდენიმე დღე მაინც რო აიწონო და დააკვირდები ზუსტად მაგ კალორიას რომ მიიღებ, წონა ნარჩუნდება, ადის, ჩადის და მარტივად დაასკვნე რომ უი ეს მარც არ ყოფილა. ან 1300 თუ დაგიწერა, ვთქვათ არაფერს არ აკეთებდი, ყოველ დღე 1300 იღებდი. 2 კილო დაიკენი. ესე იგი ცოტა დეფიციტია, რომ შეინარჩუნო 1400-ან 1500 უნდა ჭამო. ცლად ახ ზუსტად ვერ გაურტყია მაგ იმას რა. ყოველთვის ვისაც არის კიდე მეორე გზა რა. ვთქვათ, არ გაქვს ინტერნეტი, არ გინდა არსად ჩაწერ, არაფერს არ ენდობი. ეხა რასაც ჭამ რა. ვთქვათ, ჭამ რაღაც n რაოდენობა საკვებს და წონა გინარჩუნდება. ეგ რაოდენობა რომ სასწორზე დადო, ანუ კალორია გამოითვალო რამდენსაც იღებ და თუ წონა არ გაკეთება, ეგ ყოფილა შენი, ვთქვათ, რა თუ არაფერს არ აკეთებ, არ ვარჩევ, ანუ რაც შენ თქვი მაგალითად აქტიური არ ვარ, ეგ ყოფილა შენი შენარჩუნების კალორიები რა. ეგეც სასურველია 7, 10, 14 დღე, რაც უფრო ხო, ცოტა გრძენი იქნება და უფრო ზუსტად დაასკვნი, იმიტომ რომ წონა აი სითხის შეკავება რო ახსენე, ბევრი რამე მოქმედებს ყოველდღურად წონა ადის, ჩადის, ან სულ ესე იცი რა, რაღაც 1300 კალორიაზე 55 და ნონი ვარ, სულ ეს არ არის რა, შენ 56, 54 გააჩნია ის გოგო ღამე რომ მიდიოდა, როგორც თქვი 3 კილოს მიმატები, ანუ ეგ ცხოვრების ყოველდღიურად და ყოველ საათში წონა შეიძლება ავიდეს, ჩავიდეს, სრულიად ნორმალურია, იმდენი პროცესები ხდება ორგანიზმში, რომ ეს სითხის შეკავება გამოდევნა სულ ხდება რა. ამიტომ რაც უფრო მეტი დღის წონა გექნება და ეთა გექნება, უფრო მარტივად იმასაც დაასკვნი, რომ აი ჩემ შემთხვევაში რომ დღის განმავლობაში თქვა როგორ ცხოვრობ, რას ვაკეთებ, იმის მიხედვით რამდენზე ადის, ჩადის, მაგრამ ისე შენარჩუნების ხო სულ იქნება, თქვა 55 რაღაც თქვი, წონას გააჩნია, რაც უფრო დიდი წონა, დიდად მოძრაობს რეინჯი, მაგრამ 55-ზე ალბათ მაქსიმუმ 16 და რაღაც 17-მდე ახვიდე, ქვევითაც კილო, კილონახევარი, აი ესე ივნის სულ რა. აი ესე მარტივად გამოცნე ყველანაირი ფორმულის გარეშე, თუ ოდნავ მათემატიკას მოიხმარ და კალორია დაგჭირდება და დაუკვირდები. შო და ხო, ეგ ხო ცალკე ის არის რა. ყველაფერი რაც არ უნდა, აი, ახანი კვნევა გამოვიდა, ეს ახანი ფორმულა, ახანი რაღაც დასკვნა დაიდო ამაზე, ახლა ყოველთვის ყველაფერი შენ თავზე რომ გამოცდი, ვინც რასაც არ უნდა იძახდეს, შენ რომ შენ გააკეთებ, შენ თავს უნდა დაუკვირდე და შენ ყველაზე ზუსტად შენ დაასკვნი, შენთვის ეს როგორც იძახიან, ისე მუშაობს თუ არა,
ამ რაღაცა პროდუქტს შეჭამ და ეს შედეგი გექნება. შენ რო შეჭამ, აი შენ დაასკვნის შენზე რამდენად მარცხანია ეგ. სხვამ შემა ჭამოს არ კონდეს. ადამიანი ოდნავ ცოტას მაინც აი გაიაზრებს და დაუკვირდები და შეისწავლნი არის ალბათ სწორი სიტყვა შენ თავს, ნუ შენი ორგანიზმის ექსპერტი, ნუ ყველაზე კარგად შენ ორგანიზმს შენ შეგინია შენიცი, შენი ყოველდღიურობა ყოველ წამს რას როგორ აკეთებ, თავარია ცოტა დაუკვირდე და გაიაზრო და ეგ არის. და მოწმინება იქონია ალბათ. ხო, მოწმინებაც ხო რა, ყველაფერი ზოგადად ეგ შედეგში ერთ-ერთი ყველაზე ესეთია რა, ხენის შემცველი ფაქტორია, რომ ყველაფერი ეხლა უნდა რა დღეს, ანუ ან გუშინ. ყვებას რაღაცა 2 დღეა დავიწყე და უკვე რატო 30 წელს მოია ჩამდი 2 დღე. ანუ ხო რა, ეგ არის კიდე აი რაც არ უნდა მიზანი კონდეს შედეგისთვის ყველაზე ხენის შემჩნელი, რომ აი 1-დან 100-მდე გინდა რომ ერთ დღეში მიხვიდე რა და 1-დან 100-მდე ჯერ 2, 3, 20, 30, 80, 100%, აი მე დრო უნდა რა. ყველას 1-დან ეგრევე 100-ზე უნდა გადახტო, მაგრამ მოწმინება ცოტა რთული არის. კი ბატონო, ეხლა შენ ახსენე ბევრჯერ წყლის შეკავება. ხო. თუ შეგვიძლია რომ მაგაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ არის ესეთი ცოტა მტკივნეული თემა არის ადამიანებისთვის რა, იმიტომ რომ წყლის შეკავება ხო ავტომატურად შეშუპებასაც ნიშნავს, ხო? მე მაგალითად მაწუხებს ხოლმე შეშუპება პირადად მე და ვიცი რომ ბევრს აწუხებს და რატო გვიკავდება ეს? იცი როგორ არის? ეგ მარტო კვებასთან ან ხშირ შემთხვევაში უმეტესად მიზეზი რაღაც საკვები ან არასწორი პროდუქტის ჭამა ან არასწორ დროს ან რაღაც, მაგრამ ასევე თუნდაც ძინის ამბავი რა, საშუალოდ თქვათ რა რაოდენობაც გძინავს, ერთი დღე თქვათ ნაკნები დაიძინე, შემო ორგანიზმმა შეიკავოს ან გამოუშვას სითხე. ღამე ჩვეულებრივად გეძინა, ერთი ღამე ადექი და გოგო რო წავიდა სადღაც რაღაცა გააკეთე. ანუ ძინისგან განსხვავებული. всё იქ ან შეიძლება შეიკავოს ან პირიქით გამოდევნოს ორგანიზმმა. და რაზეა დამოკიდებული შეკავება ან პირიქით გამოდევნა? ეს უბრალოდ სხეულის პასუხია? ხო, აი სტრესიც რა, თუნდაც ერთი დღე რაღაც ჩვეულებრივი ქონდა, არანაირი სტრესი არ ქონდა, წყნარად მშვიდად იყო. მეორე დღე თქვა სამსახურში მიხვედი რაღაც დაძაბულობა იყო, სტრესი შეიძლება მაგანს გამოიწვევს სითხის შეკავება. ასევე ვარჯიშზე თქვათ რაღაც ჩვეულებრივად სტანდარტულად ვარჯიშობ რაღაც ერთი სიძნე. ერთი დღე რაღაცა მაგარ ხოძე იყავი და ძალიან როგორც ვარჯიშობდი, ორჯერ უფრო ძნიერად და გიჟივითი ვარჯიშე. აი მაგასთან კონკრეტულად აი რა ვარჯიშის დროს კუნთის უჯრედები ზიანდება. კუნთის უჯრედების აღდგენას ეხმარება ცოტა ზედმეტი სითხე თუა კუნთის უჯრედებში და ორგანიზმი იკავებს სითხეს, რომ აი დაზიან ეგრე არის, აი ცლად ზუსტად სტრესის დროს ან რაღაც კონკრეტული შემთხვევის დროს რა ქიმიური პროცესი ხდება ვერ გეტყვი, მაგრამ ზოგადად სითხე ხო გაგიგე აი ადამიანის ორგანიზმის სითხე 70-80%, 85 სითხე, ანუ სითხე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა და სითხე ორგანიზმს სტრესის დროს, აი კუნთის უჯრედების დაზიანდა აღდგენის დროს, კუნთის შენების დროს ყველაფერში ეხმარება რა. და ამიტომ აი ძალიან ესე ორგანიზმის სითხესთან გრძნობიერად რომ აი ოდნავ აი ძინი მოაკლდა, სადღაც იყო იქ ღამე მთელი დღე როცა ეკვა და ცოტა სტრესი იყო, დაიღალა კუნთები რაღაც. იგრევე სითხე მეტი ყოველთვის როგორ თქვათ, აი თავს იზღვევს ავის ორგანიზმი, რომ სითხე არ მომაკლდეს, რაღაცა ფუნქცია უნდა შევასრულო, რომელიც სითხე მეხმარება და არ მომაკლდეს, მაგაში შევიკავებ სითხეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვიდრე dehydration ერთ-ერთი აი სითხის ნაკლებობა, სხვა შორის ეხლა აი ერთ-ერთი ყველაზე ისეთია რა, ძალიან გავრცელებული ისაა, რომ პრობლემა რომ აი სითხეს ხო რა, ბევრი ადამიანი უჭირს წყნისმა, ესეთია რა. მაინც და მაინც არ არის ყოველას ჩვევაში, რომ აი წყანის ზოგი ვიცნობ ისედაც, რომ აი ჭიქა წყალსაც არ სვამს რა, რაღაცა. ყავა, ჩაი, ხო, მისი ორგანიზმი ხა 1 თვე, 2 თვე, 1 წელი, 5 წელი რო სულ სითხის ნაკლებობაშია, ადაპტირდა ცოტა ხო ადამიანის ორგანიზმი ყველაფერს ეჩვევა ესეთი. რთული მექანიზმია, მაგრამ ძალიან რა, ზოგი ადამიანი ისე ცხოვრობს, ვერ ხვდები როგორ მისი ორგანიზმი როგორ მუშაობს, მაგრამ ნუ ამიტომ უძნებს ბევრს რა და ბევრი წენი, მაგრამ
ბოლოს არის რომ აი ხო რაღაც ანუ ცოტა სადღაც ასაკში წერტილი შევარ, არის, სადღაც ხო? ერთი ზღვარი ყველაფერს აქვს რა. რა ზღვარს რო გადავა და მე უცებ რაღაცა ჩვეულებრივად იყო და დადიოდა, ხო. ზოგჯერ ვარჯიშეთ მიდიოდა, უცებ აღარ არის ადამიანი. ამიტომ აი ეგ სითხის ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის რა. ზოგადად ხო არის რომ აი ჩვეულებრივ ადამიანს ჯანმრთელობასთან რაღაც სწორად იკვებე, რაღაც ივარჯიშე, იმოძრავე, წყანი, დანიე, სითხე არ აკლდეს ორგანიზმს რა და აი ეგ სითხე ძალიან ისეა რა, ყველაფერზე ორგანიზმი და სრულიად ნორმალურია რა, ეგ რაღა აი სტრესი მქონდა და ცოტა რატო შეიკავა სითხე, ხო, იმიტომ რომ რაღაც მარტივად დაგაწყნაროს, ასე ვთქვათ, ორგანიზმმა რა. მე შენახსენე კიდე მენსტრუალური ციკლი ხო. და მაგ დროსაც ხდება მაგ სითხე დროსაც შეგროვება, სითხე ხო? ბევრი, იგიც სრულიად ნორმალურია, ეგ menstrual ციკლის დროს რა პროცესებიც ხდება, ეგენი რო შედარებით მარტივად და უმტკივნეულოდ ჩაიაროს, უფრო მეტი სითხე უნდა იყოს ორგანიზმში, ამიტომ ბუნებრივად იკავებს. ანუ არა, გასაკვირი ყველას ყოველთვის აი ვცდილობ აუხსნა, რომ ეხა სანამ ციკლამდე პერიოდიც PMS-ი და მე ციკლის დროსაც დააცადე, არა უშავს სასწორმად ცოტა მეტი გიჩვენოს, ჭირდება ორგანიზმს, ცოტა რთულად აეხა საქმე ორგანიზმში, შეიკავოს მეტი სითხე. თქვათ, ვისაც წონის დაკნება უნდა, მთავარია შენ რაოდენობებს, რაც კალორიებს არ გაცდე, არა უშავს სასწორი ავიდეს ზევით, ეს სითხეა, წყანია, რომელიც დამთავრდება ციკლი და გამოიდევნება. მაგრამ ფსიქოლოგიურად ცოტა ხო რა, ეგ მესმის ცოტა რთული მომენტია, რა ყველაფერს საკვებს, თქვათ, დიეტა სწორად აკეთებ, რაოდენობას არ ცდები და სასწორზე დგები და მატულობს რა. აი მან ცოტა რთულია რომ ყოველ წამს გაიხსენო რომ იცი რა მე ხა ციკლი მაქვს სითხე ყავდება ეს სითხე იმიტომ შეიკავა ორგანიზმმა რომ ეს ციკლი პროცესება მაგრამ არა უშავს არ ენერვიულო არა და მიჯერებენ და მე რო გადის ციკლი და ეს ზედმეტი სითხე რაც ქონდა უცებ რო გამოდის თან თუ არ დაურღვევია კვება და თქვა დეფიციტია ცხიმის ხო იწובה, ქონები იწובה და ერთბაშად და ციკლი რჩება ზოგადად ხო ფერადება ქანისთვის სამყარო და ყველა მყარია ისე. კი ბატონო, ჩვენ ახლა უნდა ვილაპარაკოთ კალორიულ დეფიციტზე. ხო. არის თუ არა, ზოგადად კალორიული დეფიციტი რა არის? აგვიხსენი და მე ნელა კითხავ რაღაც საინტერესო როცა მაინტერესებს. კალორიული დეფიციტი, ანუ ორგანიზმ რა რაოდენობს აი რაც ბაზალმოტებული გრეიკ რაც იყო და რამდენად აქტიურია თუ რასაც აკეთებს ადამიანი რა რაოდენობა კალორია ჭირდება მაგაზე ნაკნებს თუ იღებს ეგი დეფიციტში ხარ რა ანუ არაწუდი 1000 შენი მაგალითად აღოთ 1300 შენთვის 1200 უკვე დეფიციტი იქნება რა ეგ არის დეფიციტი და მივდივარ კლებაში და მიდიხარ კლებაში ყველა ვარიანტში თუმცა თუ ციკლის პერიოდი დაემთხვა თუ რაღაც სტრესი დაემთხვა შენობა სასწორმა არ გაჩვენოს კნება ან ცოტა მეტიც გაჩვენოს მაგრამ თუ აი თქვათ ინფორმულით ან დაკვირვებით გამოთქვამი 1300 და არის ვიცით ფაქტია რომ შენი კალორიული ანუ მაგ კალორიზე წონას ინარჩუნებ 1300 1200 თუ იღებ და არ გადაცდები ყველა ვარიანტში იქნებ 100 კალორიის დეფიციტი გაქვს იქნებ ის სასწორზე როდის აისახება დღეს ყვალთუზე ეგ სხვა მომენტია მაგრამ კნება აუცილებლად მიდის ამ შემთხვევაში მიდის ცხიმის კლება ეგ კიდე უკვე შემდეგ ფაქტორებზეა გააჩნია რას აკეთებ რა ჯერ დეფიციტს გააჩნია რამდენად დიდია რაც უფრო დიდია დეფიციტი მარტო ცხიმი არა კუნთსაც გინდა არ გინდა უწევს ორგანიზმს ამ დეფიციტის შესავსებად კუნთის გამოყენებაც დაწვას რა ანუ კუნთს შნის და იღებს ენერგიას ამ დეფიციტზე ენერგიის კუნთის შნის ხარჯზეც ივსებს რა აი თუ აქტიურად ვარჯიშობ თქვა დარბაში წონებზე შედარებით უფრო კალორიული დეფიციტიც ისე გაქვს რა თქვა 200-300 ბევრი არ გაქვს რა შედარებით უფრო მეტად დაიწובה ცხიმი ვიდრე კუნთი რა მაგრამ ისე პრაქტიკაში არ ხდება იდეაში არც თეორიაში სულ 100% სუფთა ცხიმი დაიწვას და აი კუნთი არა ეგრე არ ხდება რაც არ უნდა იგი გიჟივით ვარჯიშობ და რაღაც კუნთიც იწובה რა აი დეფიციტის დროს დეფიციტიც უკვე სტრესია ორგანიზმისთვის რა და მაგ დროსაც აი ხშირად არის ზოგ დღეს რომ შეიძლება უცებ რაღაცა მიზეზის გამო მეტი სითხე შეიკავოს სასწორზე არ გაჩვენოს მაგრამ აი ყოველთვის მოთმინება მან ყველაზე მთავარი ისაა რომ
ზოგს გონია რომ აი რაღაცა 200 კალორიის დეფიციტია და 10 დღე გავიდა და სასწორზე ზუსტად იგივე წონა, ან ცოტა უფრო მეტია რა. ანუ ცხიმი, ქონი აუცილებლად ყველა ვარიანტში დაიწვა, უბრალოდ არ ჩანს და მე ამ დეფიციტს ზრდის კიდე, რო ზრდის, უფრო მეტი ცხიმი იწვა, მაგრამ კუნთიც იწვება და საბოლოო ჯამში გრძელვადაში ყოველთვის აი კუნთის მასა ისედაც რო აი ვთქვით, რომ ასაკი რო გემატება, რომ მოხუცდები, კუნთი გინდა არ გინდა ბუნებრივად გაკლდება. შენ თუ კიდე ამ დეფიციტით ასწრაფებ მაგ პროცესს, აი ნივთიერებათა ცვლა მეტაბოლიზმი, რო ვთქვით 60-70 წელს იწყებს შენებასო, შენ თუ 30-40 წელს დიდი დეფიციტი გაქვს, არ ვარჯიშობ და რაც არის დარჩენილი ორგანიზმში კუნთი იმას კიდე ამცირებ, გინდა არ გინდა ის ბაზა ნივთიერებათა ცვლა, ბაზა მეტაბოლიზმი ნელ-ნელა ჩამოიწევს რა და და კუნთი რა მნიშვნელოვანია ჩვენ აი ვისაუბრეთ. ძალიან ეს სხვა შორის ეხა კიდე უფრო გამოდის ახალ კუნევები და ყველა მაგას იძახის გინდ ქანისთვის, კაცისთვის longevity როგორ ანუ დიდხანს ცხოვრებისთვის, ანუ კუნთურ მასას, აი კუნთეს რამხელა მნიშვნელობა აქვს რა, აი ძალიან დიდი ძალიან. უჭირავს ფაქტობრივად ცხოველს. უდიდესი ის არის რა, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ანუ დიდხანს და კარგად რო იცოს ხოლმე კუნთური მასა, არ ვამბობ ანუ არაბუნებრივად რაღაც რაც მეტი გექნება კუნთები მეტხანს, არა. რაც არის ორგანიზმში, თქვათ გენეტიკურად, რაც გაქვს, აი თუ ეცდები რომ იგივე შეუნარჩუნო, ან ცოტა გაზარდო, მინიმუმ რომ არ დაგაკლდეს, რაც არის რომ ორგანიზმმა კარგად ითნოს თავი რა. ხო. კი ბატონო, შენ ეხლა თუ შეგვიძლია თუ არსებობს ეგეთი რაღაც წესი, არ ვიცი, რომ რა არის კვირაში მაგალითად დაკლების ნორმალური მაჩვენებელი და რა არის არანორმალური, ანანორმა მაჩვენებლის დაკლების. ვიცი რომ ყველაფერი ინდივიდუალურია. ხო, აი შენ შემთხვევაში სხვადასხვა იქნება. იმიცი რატო ვამბობ, რომ აი მაგალითად კვირაში დავუკლე 5 კილო გამიგია. 145-დან 140-ზე რო ჩამოვა ადამიანი, სრულიად ნორმალურია. მაგრამ 55-დან 50-ზე რო ჩამოვა, აი არანორმალურია. ხო, ანუ წონას აქვს ძალიან დიდი. წონას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ასევე აქვს მნიშვნელობა, მაგალითად, სითხე რო ახსენეთ რა. წონის მერე კიდე შეიძლება იყოს, რომ აი მარტი მაგალითად რომ მოვიყვანოთ რა, 80 კილო ავიღოთ, თქვა, არ ძალიან ზევით, არ ვთქვა, 80 კილო ადამიანი და სითხის მაგალითი მოყავს, ჭამს, თქვა, 100%-დან 80 ჯანკს, რაღაც ცუდ პროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ანუ არაჯანსაღ პროდუქტს. მის ორგანიზმში ბევრად მეტი სითხე იქნება, ზედმეტი შეკავებული, ამდენ ნაგავს რო იღებს ორგანიზმმა, რომ როგორმე მოახდინოს ამის ვიდრე, ვთქვათ, იგივე 80 კილო ადამიანი, რომელიც 80% 70 ცდილობს, რომ ჯანსაღად და ცოტა ცუდ ნაგავსაც ჭამს რა, ასე ვთქვათ. ეს ცოტა ისეთ სიტყვები არ გამოგვიკიდავს ვინმე, მაგრამ ხო რა, ცოტა ისეც არასასრულ არაჯანსაღ. მის ორგანიზმში ბევრად ნაკლები სითხე იქნება შეკავებული. ამ ორივე ადამიანმა რო გადავიდეს რაღაც სწორ კვებაზე, ერთი და იგივე დიეტაზე რა, ვთქვათ, ერთი და იგივე კვებაზე, აი ეს 80 კილო ადამიანი, რომელიც ბევრ ცუდ პროდუქტს ჭამდა, რაღაც ერთი კვირა ახსენ, ხო, ერთ კვირაში შეიძლება ბევრად მეტი 5 კილო დაიკლოს, იმ ვინც ჯანსაღ პროდუქტებს ბევრს ჭამდა, სითხე ნაკლები იქნება შეკავებული და შეიძლება 2 ან 3 დაიკლოს რა. აი ეს თავიდან უცებ ბევრის დაკნება, მარტო ცხიმი ქონი ბევრი მოაკლდა, მარტო მაგაზე არა. აი რამდენად ზედმეტი სითხე ქონდა შეკავებული ადამიანს, რამდენად ცუდად ჭამდა და ცუდ პროდუქტებს ჭამდა, მაგაზეც არის რა. კიდე დეფიციტზეც ხო რა, რაც უფრო მეტი დეფიციტი გაქვს, ერთი რო სითხეც მეტი გამოდის, როგორც არ უნდა ჭამდე და ცხიმიც იწვება და კუნთიც, ანუ ორგანიზმი. ხო. მე არ ვიცი სადღაც გამაგიერე, მაგალითად კვირაში კილო-ნახევრის დაკლება არის, ესე ვთქვათ, ჯანსაღი კლების პროცესიო რა. აი კიდევ ერთხელ არ მაქვს ძალიან დიდ ზონას ეს ხობარი, აი პირობითად გოგონა საშუალო სიმაღლის 1.65 არის 65 კილო და უნდა რომ გახდეს 50 კილო. იცი როგორ შეგვიძლია ვთქვა ზოგადად, მაგრამ მან 62-65 კილო გოგოსაც აქვს მნიშვნელობა, იცი რა. აი ერთს კუნთსაც ვახსენე, თან ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია რა. რამდენად მეტია კუნთური მასა, თქვენ ცხიმთან შედარებით,
ორგანიში, ვიდრე მეორე გოგოს, აი შენება თუ ვისაც უფრო მეტი კუნთი ექნება, ნაკნები ცხიმი ექნება, ეს ვარდნა როგორ გითხრათ რა, ვისაც რომ მეტი კუნთი აქვს, დეფიციტი რო აქვს, შედარებით რომ მარტივად შენება ჩამოვიდეს ბევრი კილო, მაგრამ არ ნიშნავს რომ რაღაც ძალიან არასწორია, არა ნორმალური რა. მაგასაც მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხდება რა. თქვათ რომ ავიღოთ ზუსტად ერთი და იგივე კუნთის და ცხიმის პროპორცია 80 კილო თქვი, ხო? 80 კილოიანი. 65 სიმაღლე და 65 კილო. 65 კილო, ხო? 65 კილოზე ალბათ ხო, კილომდე საშუალოდ, აი ხო. ზოგადად ისეა რა. აი ეგ რაც თქვი ხა შენ, რომ სწრაფი ნენი, რაც უფრო ნენია, რაც უფრო სწრაფია. იდეაში როგორ არის ის მერე შედეგისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. რაც უფრო სწრაფად და არასწორად მოხდება, შედარებით უფრო რთულდება მერე მაგ შედეგის შენარჩუნება რა. რაც უფრო ნელა და სწორად მოხდება, შემდეგ უფრო მარტივია რა. ექსტრემალური დიეტებით არის ხოლმე როგორც წესი, ეგეთი ძალიან სწრაფი იკლება რა. ძალიან დიდი კალორიული დეფიციტი რო ხდება, თქვათ თუ ჭამს რაღაც, აი შე 8300 და ვინარჩუნებ უცებ რო გადახვიდე 500 კალორიის ჭამაზე, ანუ ეგრევე ჩამოვარდება წონა, მაგრამ მერე ისე ვავარდები. 500 კალორიაზე. ამ ხელა დეფიციტზე ხო ჯერ ცხიმი კაი ძალიან ბევრი დაიწובה, კუნთიც ხო ძალიან ბევრი დაიწובה, უბრალოდ რომ სუნთქვა შეძლო და ორგანოებმა იმუშავა. მაგრამ აი ზღვარსაც, აი იმ ზღვარს რამოდენიმე თვესაც ვერ კი აი გააჩნია რა მოძრავებს და რისთვის იკნებს, რამდენად მოტივირებულია, რამდენად შეეწინააღმდეგება ორგანიზმს, თორე ისე მთენი ტვინიც ორგანიზმიც, ანუ კლავს ეს ადამიანი არ მინდა სიკვდილნიო და შეეწინააღმდეგება და გინდა არ გინდა როგორ თქვათ, ანუ გონებაც, ორგანიზმის ყველაფერი ერთად სინქრონულად იმუშავებენ და ისე იზამენ, რომ მოგანდომებენ ჭამას, გინდა არ გინდა შეჭამ რა. თორე ისე უკვდებიო და მოგიწევს ისევ ზევით ასვლა და ამიტომ ესე ძალიან ექსტრემალურ დიეტებს 99% შემთხვევაში, ანუ აზრი არ აქვს რა. თუ აი რაღაცა 65 კილო ახსენე არის და ორ კვირაში ქორწინი აქვს და კაბა აქვს ნაყიდი, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა და 63 როა მაგ დროს აქვს კარგად რა, ან 62. ანუ კაი თქვა ცოტა უფრო ისეთი ავიღოთ რადიკალი 59-ზე აქვს იდეალურად რა. აი ეს ორი კვირა რაც არ უნდა გააკეთოს, რომ ქორწინის ერთი დღისთვის 59-ში ჩაიწოს იმ კაბაში კარგად იყოს და მერე მოიმატოს, ნუ ოკეი ძალიან არ დაზია, აი რაღაცა მაგით რა 20 წელი სიცოცხლე არ მოაკლდება რა. ერთადერთი რაღაც გამართლებული ექსტრემალური დიეტის შენება ეს ვარიანტი იყოს, რომ მისთვის რაღაც ერთხელ რაღაც სასწაული დღე უმნიშვნელოვანესი დღე და არაუშავს ორი კვირა, ზოგი იმდენ რამეს წლობით აკეთებს, იმდენ ორგანიზმისთვის დამაზიანებელ რაღაცებს, რომ აი ამ რაღაც ორი კვირა რომ იმ ერთი მნიშვნელოვანი დღისთვის 65-დან 59-ზე 7 კილო ძალიან სწრაფად არასწორად დაიკლოს, არაუშავს. აი ესეთი ახსნა შეიძლება კონდეს, თორე ისე სხვა შემთხვევაში აი სრული უაზრობაა რა. აი მე მაგალითად ხო ეხლა ექსტრემალური დიეტები ვახსენეთ და მაგასაც ვისაუბროთ. მე ვარ 31 წლის რა და ჩემს თინეიჯერობაში ესე ვთქვათ ძალიან მოდაში იყო ექსტრემალური დიეტები. მაშინ არ იყო ამდენი ინფორმაცია ესე ხელმისაწვდომი და არავი კომპიუტერით ყველგან ბევრგან არ იყო ჩვენ ბავშვობაში და Google და ChatGPT ხო საერთოდ ხო? ამიტომ ეს რაღაცა და მე იქ სახელები ერქმეოდა რომ იმის დიეტა, ამის დიეტა, იმის დიეტა და რაღაცა და აი ნუ მოდაში იყო ერთი პერიოდი შემიძლია თამამად თქვა რომ ამ ექსტრემალურ დიეტაზე იყავი რომ ერთი კვირა წიწიბულას ჭამდი მარტო ან ერთი კვირა მარტო მაწონს ჭამდი ან რაღაც. რამაც ძალიან ბევრ გოგოს გაუბედურა კუჭ-ნაწლავის მოქმედება რა. მაგაზე ანუ ChatGPT და Google და ინტერნეტი და კომპიუტერი სულ არ შემოსულიყო. ანუ ის რაც მოდაში იყო იმ დროს, თქვა შემდეგი თაობა იმის ხო და ნახა რომ დედამისმა ეს გააკეთა და არაფერი პირიქით გაუარესა, შედეგი ვერ ნახა.
დედამისიც ეტყვის ამას, რომ ხო, რომ არ გავტყვილ აზრი არ ქონდა რაღაცა, სულ რო კომპიუტერი და ეს კვნევები და ვიღაცამ არ გითხრას უცუდიო, ხო გაიგო იმან. მე იმან გააკეთა, კაი, ამანაც არ დაუჯერე დედამისს თვითონაც ხო თავის თავზე შეიგრძნო, რომ ცუდი არაფრის მომცემ იყო. მე თავის შულს ეტყვა და მაინც დროის ამბავია. აი ეგ ექსტრემალური დიეტა იმიტომ რომ სულ ყოველთვის რაც ახალ-ახალი გამოდის, რომ აი რაღაც იმ ექსტრემალურს ეს ცუდი შედეგი ქონა. ესეც ექსტრემალურია, მაგრამ ჯერ არ უცდი არავის და არ უთქვამს იდეაში რაღაც რომ აი ეს ცუდია, შენ თავზე არ გამოგიცდია, რომ ესეც ძალიან ცუდია. ამიტომ მაინც დროის ამბავია, ყველა ექსტრემალური დიეტა ყოველთვის გაქრება, ან ახნით ჩანაცვლდება, მაგრამ აი კომპიუტერის და ინფორმაციის აი სად დედაში რო გეუბნება ერთი რო ვიცი რა ჩემ თავზე გამოვცადე არ გინდა ექსტრემალური ცუდია სად კომპიუტერში შედიხარ და 2000 ადამიანი ყველა ეძახის რომ ეს ცუდია ბევრად მეტი შანსია რომ აღარც ცადო ეს ექსტრემალური რა ნუ ორივე დროის გასვლაც და აი ბევრი ინფორმაციის ხელმისაწვდომაც ორივე ეხმარება რომ აი ეს ცოტა ოდნავ დაფიქრებულმა და გააზრებულმა ადამიანმა არ ქნას ეს უაზრო დიეტები. აი ვისაც არ ვიცი ოდეს მე გეგმაში ექნება რომ გაკეთოს. მე გულისხმობ ექსტრემალურ დიეტაში როგორც აი ერთ კვირაში 5 კილო რაღაცა ესე ერთი როგორც კვირა ერთადერთი რა მე რაც შემინი ახსნა რომ აი რაღაცა მნიშვნელოვანი დღე და ერთი კვირა სულ არაფერი ჭამო არ კვდება ორგანიზმს და ძალიან არ დაზიანდება. ხო, მაგრამ ხო არის ჩვენ დროს იყო როგორც ერთხელ გააკეთებდი მე მეორე კვირას ახალს დაიწყო მე კიდე ახალს დაიწყო თვეში ერთხელ რაღაცა დღისთვის ეგი არის. და აი მე პირადად რაც გამიკეთა მაგ ყველაფერმა მეც მაგის მონაწილე ვიყავი მე რაც გამიკეთა კუჭნაწლავის სისტემა რასაც გიყვებოდი დამიზიანა და აი ესეთი საშუალებები დამეხმარა მე რომ ის მიკროფლორა რომელიც დაზიანდება და ძალიან ზიანდება აღდგენილი იყო. დიდი შანსი იყო რომ ეხა რო იძახი შენ 1300 კალორიას ვთქვა 1300-ზე ვინარჩუნებო არც ერთი ექსტრემალური დიეტა რო არ გაკეთებინა 1500 1700 2000-ზე შეგენარჩუნებინა მაგრამ აი ბევრ რაღაც არასწორი გაკეთე 1300-ის ჭამა გიწევს ხო ანუ 1300-ის კი არ ჭამა 1300-ის გამოვთვალე ხო არა მაგანიძე ვიძახით რა ეგ განსხვავება არის რომ აი ბევრმა ექსტრემალურმა დიეტამ რაღაც 10 წლის მერე შეიძლება მოგიტანოს ის შედეგი, რომ ორჯერ ნაკნების ჭამა გიწევს, რომ წონა შეენარჩუნო, ვიდრე ეს ექსტრემალური დიეტა არც ერთი რო არ გაკეთნა, ორჯერ მეტ შეჭამდი და ისე შეენარჩუნე. ანუ რეალურად მაგ დროს რა მოხდა, რომ ჩემი მეტაბოლიზმიც შეცვალა, ჩემი მიკროფლორა გაანადგურა თავიდან ბოლომდე, ხო და შესაბამისად ვეღარ ვიტან იმდენ კალორიას, რამდენიც შეიძლება ბუნებრივად ამეტანა, ხო? კონტური მასაც აი ექსტრემალური დიეტების დროს განსაკუთრებით ძალიან მარტივად შედარებით, ძალიან უფრო მარტივად იწვება კუნთი რა და ეს კუნთის შენება აი ურთულესი პროცესია რა და აი ყველა როგორ ვთქვა, ყველა გრამ კუნთს, ყველა ადამიანი აი ძალიან სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს და აი ექსტრემალური დიეტების დროს აი მაგ კუნთს რო დაწვა, მე მაგ კუნთის უკან დაბრუნება და აშენება 10 ჯერ მეტი ძალისხმევა და შრომა უნდა რა. რასაც არავინ არ აკეთებს მე. ანუ დაწვა, არაფერი დაიკიდა. მე სამი თვე გავიდა დაწვა დაიკიდა და ეხლა გამოდის რომ განადგურებულია ორგანიზმი და აი ორჯერ მეტის თუ მეტით ნაკნების ჭამა უწევს რომ ჩვეულებრივად რაღაცა ნორმალური წონა შეინარჩუნოს. კი ბატონო. მე ხარ რო კითხო ღირდა ეს გეტყვის არა. ან გეტყვის კი ის კაბაკ მიხდებოდა. ან იშარვალი არ ამშროა ბიჭების შემთხვევაშიც. ეხლა ამ დიეტებს ხომ მივადექით, მაგრამ ასევე გვაქვს ტენდენციური დიეტები, როგორც დიეტები არა ექსტრემალური, უბრალოდ ცხოვრების წესის. პირველი რაც მინდა რომ განვიხილო, ეს არის კარნივორული დიეტა. აგვიხსენი რა არის? იცი როგორ ნახე? დიეტებზე ხარ რომ კონკრეტული აი ყველა როგორ აიცი, ესე არ არსებობს ერთი რამე დიეტა, ან რაღაც ერთი რამე კვების რაღაც სტილი, რაც გინდა ის დავარქვათ, რომ ყველა ადამიანისთვის აი ეს რაღაც ზოგადი კვების სტილი, აი ეს, რაც ყველა ადამიანისთვის იდეალური იქნება მისი ორგანიზმი ესე თუ შეჭამს და ამ პროდუქტებს და რაღაც ამ რაოდენობით იდეალურად იმუშავებს. არა. ყველას გააჩნია რა. ყველასთვის ზოგის ორგანიზმი არის რომ პროდუქტებიც რო ავიღოთ რა, თქვა რაღაც ხინი კარგია, ბოსტნეული კარგია. არის ზოგის ორგანიზმი რაღაც ხინი მისთვის რაღაცა ვერ ამუშავებს, ვერ იღებს, ვერ ითვისებს იმ ხინიდან შესაბამის ანუ ვიტამინებს რასაც
ამ ადამიანისთვის ეს რაღაც კონკრეტული ხინი შენობა პირიქით ან არაფრის მომცემი ან დამაზე აი შებერილობა თუ ვიღაცას აი მუცელში რაღაც არეუნი აქვს დაზიანება მისთვის შეიძლება რაღაც ბანანი ცუდად მოქმედებს აი ხინი ჭამე ბანანი კარგია კი 10-დან 9 ადამიანზე კარგია შენზე შენობა პირიქით ცუდად ამიტომ ესე ვიღაცისთვის შეიძლება ხო არის თქო კალორია ვთქვი არის ასევე კალორიის ცოტა შემდეგ მოდის აი ცილა-ცხიმი ნახშირწყალი დაყოფა ესე მარტივად რო ვიღაცისთვის გააჩნია ცინის წყარო თქო ხორცი შემო ვიღაც ორგანიზმი ბევრად კარგად იღებდეს ხორცს მისთვის მოსახერხებელი იყოს მარტივად ამუშავებდეს ვიღაცისთვის შეიძლება არ ვიღაცას უფრო თქო სხვა წყაროებიდან უხდებოდეს მის ორგანიზმს ცინის მიღება ასევე ნახშირწყალზე და ცხიმზე ამიტომ აი მაქსიმუმ გააზოგადო რომ აი თქვა რაღაც ბოსტნეული ხინი კარგია ძალიან მიიღეთ მაგრამ აი კონკრეტულ ადამიანთან თუ გაქვს ლაპარაკი ყოველთვის მისი ამიტომ რაც არ უნდა როგორც არ უნდა მკითხო ყოველთვის ჩემის ესე ზუსტი პასუხი არაზო იცი რა აი მე მინდა რაღაც ეს კაია აი ყოველთვის ჩემ გააჩნია აბა რას და იქ შეკითხები აბა ეს მინიმუმ რაღაც რაოდენობა ბევრ სხვადასხვა პუნქტში ინფორმაცია უნდა მიიღო რომ აი უთხრა ამ ადამიანისთვის შენთვის აი ეს პროდუქტი კარგია ეს ცუდია ეს დიეტა კარგია ვიღაცა ვთქვათ რაღაც იძახის ყოველ 3 საათში ჭამა კარგია არის ადამიანი რომ უკვე მთელი ცხოვრება რაღაც 30 წელი ისეთი სამსახურით ისეთი ცხოვრების სტილი აქვს რომ დინით და მე მოძრაობს დარბის რაღაცებს აკეთებს არჩია ორგანიზმიც უკვე ადაპტირდა და მიეჩვია და საღამოს უწევს ჭამა მასეთ ადამიანს რომ შენ ადგე და დააძალო იცი რა ყოველ 3 საათში ჭამა კარგია ორგანიზმისთვის კარგად იმუშავებს მონანებაც ყველაფერი კარგი იქნება აი ამ ადამიანმა რომ ადგეს და დააძალოს და შეიძლება ბევრად ცუდად იგრძნოს თავი შეიბეროს სითხე შეუკავდეს მეტი ამიტომ აი ეს არ არის რაღაც მოცემულა რაღაც ჩონჩი ხაიღო და აი ეს ყველა ადამიანისთვის კარგად იმუშავებს აი მკაცრად ინდივიდუალურია აი გამბავი რა ბოლოს რომელ საათზე ჭამო დინით რა ჭამო რის მერე რა ჭამო აი მაგ შეკითხვებს კონკრეტული პასუხი რო გაცე ბევრ ამას გააჩნია რა. ხო. აი რაღაც ერთი კონკრეტული მაგალითი უნდა ავიღოთ და მაგაზე ზუსტად იტყვი რა. მე იცი რა მინდა? ამ დიეტებზე რასაც ახლა ჩვენ ვილაპარაკებთ, უბრალოდ აღწეროთ რა არის. და როგორც ვიცი ეს აქვს დადებითიც და უარყოფითიც რა. ვიღაცა რაღაც შემთხვევები ყოფილა, მაგალითად ეს კარნივორული დიეტა ხო არის, რომ სულ ჭამენ ცხოველ პროდუქტს. ძირითადად ხორცს, ცხიმს, კარაქს, ხო? აი ეს რა თევსაც არ ჭამენ მგონი. აი ხა აი ზუსტად ეგ ავიღოთ რა. მე რო გადავიდე ქართულად რო ხო ცხოველ კარნიორულ დიეტაზე საშინლად ვიგრძნობ თავს სავარაუდოდ რა. აი ჯერ ეს ერთი ისედაც ყველა ადამიანზე ვერ იტყვი, მაგრამ ადამიანისთვის, ორგანიზმისთვის, აი ენერგიის პირველადი წყარო ნახშირწყალი, ანუ ბანანი თქვა, ხინი თუ თქვით, ბოსტნეული, ბრინჯი, პური, კარტოფილი, რავი, ნებისმიერ ნაშხი. პირველადი ყოველთვის ენერგიას ჯერ ურჩევნია ორგანიზმს უმეტესობას ვიძახ შენობა არის რაღაც გამონაკლისები რომ აი ცხიმს უფრო კარგად ამუშავებს ცხიმისგან უფრო კარგად იღებდეს ორგანიზმი ენერგიას მაგრამ ცოტა ისეთია რა ეს ექსტრემალური ვარიანტებია რომ ვიღაცისთვის შეიძლება მართლა სასწაული შედეგი კონდეს რაღაცა დაავადება ჭირდეს იგეც მოეხსნას რაღაც შებერილობა აწუხებდეს იგეც გაუქროს და აი ეს ადამიანი გამოდის და იძახის რომ აი ეს არის სასწაული რაღაც 10 ადამიანი რო აიღო აი ეს 1 ადამიანი და კიდე 9 რო გააკეთოს პირიქით შეიძლება არაფერი ჭირდეს და მე არაფერი მჭირდეს და სუმუცენი შემებეროს კუჭის მოქმედება ამერიოს ამიტოა რომ აი ზოგადად მაი ყველაზე როგორ თქვა ყველაზე ღრმად და ყველაზე ბევრი ზოგადად შეიძლება რაც თქვა უნდა ეცადო რომ თქვა ძირითადად ჯანსაღი პროდუქტი ხინი ბოსტნეული ცილაც საკმარისი მიიღო დიდი დეფიციტი არ ქონდეს თუ თქვა წონის დაკნება
მიზანი რაც შეიძლება ნაკლებად თქვათ რაღაც ჯანქი რაღაცა არ ვიცი ძალიან ცხიმიანი ნახევარ ფაბრიკატები. ფაბრიკატები რაღაც სოსისი ძეხვეული გადამუშავებული სუშაქარი როა რაღაც კამფეტები ჟენიბონები ეგეთ რაღაცები ვისაც ძალიან უყვარს და დამოკიდებული რაც შეიძლება ნაკნები აი 80-20-ის პრინციპი ეგეც საკმაოდ გავრცელებული 80% ეცადა რომ ჯანსაღი პროდუქტებით იმ ჯანსაღისთანაც ცოტა უნდა დაუფიქრდე და დაუკვირდე და შეიგრძნო ასე ვთქვათ შენთვის რომელია უკეთესი ვთქვათ ავიღოთ რაღაც მაკარონი და ბრინჯი რა ორივე ვთქვათ ჯანკს რო შეადარო და ცუდ პროდუქტებს ორივე ასე თუ ისე ოკეი პროდუქტია რა მე შეიძლება ბრინჯს ვჭამდი და ძალიან ბერავდე შენ შეიძლება მაკარონი ჭამო მაკარონი გბერავდე ჩემთვის ბრინჯი კაი პროდუქტია ვთქვათ ასე თუ ისე ჯანსაღი პროდუქტებიდან შენთვის მაკარონი რა ანუ იმ ჯანსაღიდანაც შენთვის შესაფერისი უნდა აარჩიო რა ამიტომ ვიღაცაზე რაც არ უნდა კარგად და რაც არ უნდა იდეალური შედეგი მისცეს მან რაღაც დიეტამ, რაღაც კვების, რაღაც სტილმა, არ ნიშნავს იმას, რომ შენც იგივე გექნება, პირიქით შეიძლება გაგიუარესოს რა. აი ზოგადად რახან კონკრეტულად ახსენ კორნივორული თუ რაც არის. შეიძლება ზოგზე ხო ძალიან დადებითად იმოქმედოს პირიქით ცხოვრების რაღაც ხარისხი აუმაღლოს მაგრამ აი ზოგადად და მასიურად რო ავიღოთ ყველა უმეტესობაზე ნახშირწყლის საერთოდ არ ჭამა უარყოფითად კი, ეგ უნდა მეთქვა რომ ამისი ანუ მოკლე ვადაში მოკლედ რაღაც წავიკითხე და მოვყვები რა რაც დავიკითხე უბრალოდ მოკლე ვადაში მისცა კარგი შედეგი ადამიანს ქონდა ესეთი sharp გონება რომ იტყვიან იმიტომ რომ შაქრის დონე ინსულინის დონე იყო ძალიან სტაბილური ცხიმი ხო მაინც დიდწილად არ წევს ამ შაქრის იმას ანტიბიოტიკები ჩააცხრო კანი გამონაყრა ყველაფერი გაუჩერდა მაგრამ დაახლოებით თვენახევრის მერე უკვე აი ცოტა თავბრუსხვევები დაეწყო აი რაღაცა სიმპტომები შემოვიდა ისეთი რომელიც მიუთითებდა იმაზე რომ ნაკლოვანება ქონდა ორგანიზმში რა ანუ საერთოდ ამბობენ ამ დიეტაზე რომ ძალიან მოკლე ვადაში შეიძლება რაღაცა კონკრეტული სამკურნალოდ მოიხმარო და მერე აუცილებლად უნდა შემოიტანო ის რასაც დანაკლისი გაქვს ორგანიზმში ამიტომ ხო იცი რას ვიტყოდი იგეც აი თავიდან რომ სითხის შეკავების ამბავი ახსენეთ რა აქაც დიდი მნიშვნელობა ექნება აი სანამ კორნივორულ დიეტაზე გადავა მანამდე აი რას შე რო თქვი სისხლში ინსულინი და ანუ რას ჭამდა გააჩნია რამდენად ცუდ პროდუქტებს და რამდენად ცუდი კვების რაღაცა სტილი ქონდა რა თქვათ მე რო ავიღო რა კონკრეტულ მაგათი ვცდილობ ასე თუ ისე 80-90% ჯანსაღად ჭამ მე რო გადავიდე კორნივორ დიეტაზე აი შერას მე ისედაც იმდენი ანთებითი პროცესები რაღაცა ბევრად ნაკლებად მექნება ვიდრე თქვათ ვიღაცა ვინც 80% ჯანკს ჭამს ანუ ორივე ჩვენ რო გადავიდეთ ის ბევრად უფრო გონებრივად რაღაც გამინათა ყველაფერი დაწყნა და უი რა კაია იგრძნობს ვიდრე მე რა მე ისედაც კარგად შენი რა შარფად გრძნობ თავს დიდი განსხვავება ხდება მისთვის ეს ადამიანი არადა ეს ადამიანი ვინც აი ზოგადად ან 80-90% ნაგავს იღებდა კორნივორის მაგივრად თქვათ ჩემსავით რო გადმოსულიყო დაბალანსებული 80-90% ჯანსაღი პროდუქტები მისთვის შესაფერისი პროდუქტები შეერჩია და აი ეგ სიშარფე და ანუ ანთებითი ჩასხვა და ყველაფერი შებერილობა თუ სითხის შეკავება თუ რაც იქნება მინიმუმ ისეთენ შეიძლება უკეთესიც ენახა რა, მაგრამ აი პირდაპირ რაღაც ექსტრემალური ცადა და რომელსაც მართლა ხო რაღაც მოკნე პერიოდში რაღაც ისა აქვს, მაგრამ გრძელვადაში სხვა შორის მეც და ბევრი გამოდის ეხა. ეგეც აი ექსტრემალური როგორც დიეტები ვთქვი, ცოტა ექსტრემალური სტილია, რომელსაც დროის ამბავია და დროთა დრო უფრო მეტი და მეტი გამოვა და იტყვის, რომ ნუ ხო რაღაცა ცდისთვის რაღაცა მოკნე პერიოდში რაღაცისთვის რო რაღაც კარა, მაგრამ გრძელვადაში ამიტომ ვიძახი მეც და ზოგადად ყველა ვინც კეთილსინდისიერ და ისეთ რჩევებს იძნება, რომ დაბალანსებული ჯანსაღი კვება, სადაც ცილაც უნდა იყოს, ნახშირწყლის, ცხიმიც,
ჯანსაღი პროდუქტები, მაგრამ თუ ძალიან გიყვარს ის ცოტა ჯანკი 20% ოკეია, იმიტომ რომ სულ ყველაფრის ამოღება და აქაც ექსტრემალურად რაღაც სულ ძალიან clean და ძალიან სასწაულ ეგეც ექსტრემალური გამოდის უკვე და ესეც გრძელვადაში არ ივარგებს, ამიტომ ის ცოტა ცუდი პროდუქტები ცუდ ჭყანებში ვიჯახ და უმეტესობა ჯანსაღი ყოველთვის არის აი ზოგადად რო ვთქვათ, ყველაზე სწორი და ყველაზე გრძელვადიანი და ყველაზე შენარჩუნებადი და შედეგის მომცემი გრძელვადაში კვების რავი სტილი თუ რაც გინდა ის დავარქვათ. კი ბატონო, მაშინ ერთი კითხვა მაქვს კიდე ინტერვალურ შიმშილზე რის ხარ, ძალიან საინტერესოა ჩემთვის, იმიტომ რომ მე ასე ვთქვათ, ჭყალებში მიმდევარი ვარ ინტერვალური შიმშილის იქიდან გამომდინარე, რომ ჩემზე ძალიან კარგად იმოქმედა მოკლედ ამ ყველაფერმა. ეხლა იცი რა, ახლა ყველასთვის გასაგებია იყოს. ძალიან კარგად იმოქმედაში რას გულისხმობ? აი ნახე ინტერვალურ კონკრეტული, ხო, ვილობისებროთ კონკრეტული მითხარი. მაგალითად, მე თუ ვაკეთებ 18 საათიან ინტერვალ, მე ამას 18 საათიან შიმშილს არ ვეძახი, იმიტომ რომ ჩემი ბიოლოგიური მოცემულობა კვების ბოლო მირთმევის და კვების დაწყების ეგეთია ისედაც. ანუ მე რო საღამოს 6 საათზე მივირთმევ ბოლოს, არაჩვეულებრივად მძინავს. და როდესაც მივირთმევ, ანუ სულ არ ვაკეთებ ამ 18 საათიან, სულ ვერ ვიცავ მას რა, ვთქვათ რა ვიცი, საღამოს გვიან გავედი, ვივახშმე მეგობრებთან ერთად, ხო? დავჭამე 10 საათზე, 8 საათზე. ანუ ძილის ხარისხი მაქვს ძალიან სუსტი. ძალიან დაბალი რა, ანუ არ გამოუძნებელი, როგორც დაღლილი. შენი ძახი რომ სანამ თქვათ, ისედაც სანამ ზოგადად ეს ინტერვალ შიმშილი ამ ტერმინს გამო, ისედაც ეგრე ჭამდი მცირე ცხოვრება, ანუ ძილამდე რამოდენიმე საათად არ ჭამდი და დინით რო იღვიძე არ ჭამდი და თქო 18 საათთან ახლო ფანჯარა გამოგდიოდა. და ერთ დავამატებ კიდე, მე კიდევ გამიკეთებია, ეხლა ცოტა ექსტრემალური განაცხადია, მაგრამ ვიტყვი. წელიწადში ერთხელ ვაკეთებ ხოლმე 3 დღიან შიმშილს. ოღონდ აქ ვიტყვი ერთ რაღაცას, ეს შიმშილი ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა გახდა ერთი პერიოდი, იმიტომ რომ ნობელის პრემია რო გადაეცა იმ ადამიანს, რომ ეს ავტოფაგია რო ხდება და ეს უჯრედების აღდგენა. ხო, მეთქი მოდი აი ვნახოთ რა. დავაკეთებ ხოლმე 4 წელია უკვე წელიწადში ერთხელ 3 დღიან შიმშილს. ეხლა სხვათა შორის მაგას მეორე დღის შიმშილი მაქვს, ანუ და უენერგივა მე მგონი არ მეტყობა. ხო და რატო? ეხლა ნახე, ჩემთვის ეს იმიტომ რომ ვიცი მეცნიერულად დადასტურებული არის რომ 72 საათი სჭირდება რომ ანუ აბსოლუტური ავტოფაგია მიდის 72 საათის შემდეგ და ფაქტობრივად ახალი ადამიანი ვარ 72 საათი ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამიტომ ვაკეთებ პირველ რიგში. მე მეორე ამან მომცა აი ზუსტად ის რა ვიცი კარნივორული დიეტის მიმდევრები რასაც იძახიან 7 ვარ ბევრად ამ ყველაფრის მერე და უფრო აი მიზანმიმართული ხედვები მაქვს ყველაფრის რა. ანუ აი ეს რაღაცა mood swing-ები რაც მქონდა ხასიათის ცვალებათა რომ აი ეს წელიწადში ერთხელ აი ეს ყველაფერი ამას მაძლევს რა. არსებობს მოსაზრებები რომ კვირაში ერთხელ 24 საათიანი შიმშილი კარგია. ნუ აი შენ ამბობ ძალიან სწორად. ყველასთვის არის ინდივიდუალური რა. მე მაგალითად ამას მივადექი. თუმცა არის მოსაზრება ისიც, რომ ანუ ჩემი წონიდან გამომდინარე, კამერა კი მასუქებს, მაგრამ ჩემი წონიდან გამომდინარე, არ არის რეკომენდირებული საერთოდ ამის გაკეთება, იმიტომ რომ უფრო სიგამხვრისკენ მიდრეკილი ვარ და უფრო მარტივად ვიკრებ, ვიდრე ვთქვათ მატება რა. მაგრამ მე იმდენად კარგად ვგზნობ თავს მენტალურად. ხო ხდები? თუმცა მე ჩვეულებრივად გრძელდება. აქ უნდა ვთქვა უცრელოდ ერთი რამაც ცოტა სიტყვა გამიგზელდა, მაგრამ მნიშვნელოვანია. ინტერვალური შიმშილის დაწყება და ინტერვალური შიმშილიდან გამოსვლა ისეთივე მნიშვნელოვანი როგორც თვითონ შიმშილის პერიოდი რა როგორც ამბობენ. არ შეიძლება ვთქვათ პირობითად არ ვიცი ვიშიმშილე მე 3 დღე და ეხლა გავიდე და რაღაცა fast foods ხო ვეტაკო ან რაღაც ძალიან მაღალი გლიკემიური ინდექსის საკვები მივიღო, იმიტომ რომ ჩემი ინსულინი გააფრენს მაგ შემთხვევაში ეხა არის ესეთი და უცებ იქნება ძალიან დიდი ნახტომი. ამიტომ ვინც ოდესმე გადაწყვიტავთ რომ ინტერვალური შიმშილი შიმშილოთ შიმშილი არ მომწონს სიტყვა უბრალოდ
თავი შეიკავოთ საკვებისგან რაღაც. აუცილებლად ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღეთ ამასთან შედარებით, რომ ქალების შემთხვევაში კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა მენსტრუალური ციკლის მიხედვით უნდა იშიმშილო რა. მაგალითად მენსტრუალური ციკლის უშუალოდ სისხლდენის პერიოდში არ შეიძლება საერთოდ შიმშილი. PMS-ის დროს არ შეიძლება რაღაც საათზე მეტი შიმშილი. ანუ ქალისთვის ეგ ბევრად რთული დასაცველია ვიდრე კაცისთვის რა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა ჰორმონები ვართ თავიდან ბოლომდე და ჰორმონების დისბალანსი უკვე ძალიან ცუდ რაღაცებს იწვევს ორგანიზმში და მე უბრალოდ ბევრი ლიტერატურა წავიკითხე ამაზე და რაღაცა წესების დაცვით ვაკეთებ. თუმცა აქ ერთს დავძენ რომ თუ მაგალითად მე დღის ბოლოს დავიწყებ თქვი რომ 3 დღეს გავუკეთებ და დღის ბოლოს გადავწყვიტე რომ ცუდად ვარ აუცილებლად შევწყვიტავ მაგ ყველაფერს. ანუ ეს არ არის რაღაც მიზანსწრაფვა რომ აჰა ხო. აი შერას თქვი ხა რა. თავარი ამ წელიწადში ერთხელ ამის გაკეთების, ნუ ერთია რომ შეგიძლია მართლა არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც მართლა აი უნდოდეს დიდი სურვილი ქონდეს ყველანაირად ეცადოს, მაგრამ აი ორგანიზმი ისე რომ მეორე დღეს თავბრუს ხვევა, რაღაცა თვალებში დაუბნელდეს, ფიზიკურად დავარდეს, ანუ ფიზიკურად ვერ შეძლოს. ესეთი ადამიანებს რა თქმა უნდა ეგრევე გამორიცხულია რა. მაგრამ შენ ახლა შერაც ილაპარაკე ეგრევე მომხდა რომ აი გაძნევს მეტად უფრო ნუ ეგ 72 საათში უჯრედების მენტალ რაღაც აი ისეთი ის გაქვს რა. თითქოს თავდაჯერებულობა დარწმუნ რაღაცა ის აი ამას ვაკეთებ რაღაც აი ეგ შეგრძნებები გაქვს ავარაუდოთ რომ აი იცი რა არა იცი რა ეგრეც არ ვიტყვი თავიდან რომ გავკეთებ პირველი წელი ოკეი მქონდა მაშინ 3 დღე შევძელი მე რომ საკვების garaში ყოფილიყავით როცა მაშინ მქონდა მაგრამ ეხლა არ მაქვს ეგ შეგრძნება რომ რაღაცა მე უკვე ვიცი რომ შემიძლია რა ეხლა მაქვს უფრო აი როგორ ფიზიოლოგიურად გრძნობ რომ აი რაღაც 24 რო გადადი გადის და რაღაცა ანუ კარგად ვარ მაგრამ ცლა ეყურე მაგრამ ბოდიშა მიზანი რა გაქვს აი რატო აკეთებ სულ აი შენ თავს ეხლა გაიაზრე და ჩაუღრმოდი რა რატო მიზანი არის ერთადერთი ის რომ ვიცი რომ ხდება ბაქტერიების უჯრედების სრული გამოცვლა აქ რა არის ხო ცუდი კარგი უჯრედები ჭამენ ცუდ უჯრედებს და შესაბამისად ჩემი ორგანიზმი ანუ იმიტომ რომ საკვებს როცა ვიღებ ამ ჩვენს ორგანიზმს გარდა იმისა რასაც აკეთებს და გასუფთავების გარდა კიდე აქვს ამის მონელების ფუნქცია შეთავსებული და ბევრი ენერგია მისდის ამაზე რა და ეხლა მე ვიცი რომ მე ვაძლევ იმის საშუალებას რომ ეს გაასუფთავოს ავტომატურად გააკეთოს ეს პროცესი და 3 დღის მერე გინაცვალოს ჩემი თავი და უბრალოდ აი ნახე რო წარმოიდგინო არა რომ ამბობ რომ არ გააკეთო ან რაღაცა რა მაგრამ ეს ცუდი უჯრედები ცუდისგან 3 დღე წელიწადში კიდე ერთი როცა დორով თქვათ რა ექსტრემალური არა ეხა რაც რა მოცემულობითაც რა ცუდ პროდუქტს რაღაცას იღებ ოდნავ ანუ მეტად ნაკნები ზიანი მიაყენა ორგანიზმს თენი წლის განმავლობაში ცოტა უფრო აი ეს ცუდი უჯრედები რო გაჩნდეს ცოტა სხვანაირად მოიქეცი რომ რაც შემო ნაკნები ცუდი უჯრედები გაჩნდეს რომ ეს მე არ დაგჭირდეს მაგაში რატო ვერ გამოყვები იცი იმიტომ რომ მე არ ვიყვევები ცუდად ანუ ფაქტობრივად ჯანგს არ მივირთმევ ტკბილეული მიყვარდა და ეგეც დაწეული მაქვს მაშინ რატო თქვი რომ ბევრი ცუდი უჯრედები არა ბევრი და ცოტათი არ არის რა აღდგენა თავიდან ბოლომდე ხდება კანის სტრუქტურა უმჯობესდება იმიტომ რომ აი თუ რომე პრობლემა გაქვს ანუ აი ბევრი ამბობ რომ გაახალგაზრდებს ვაკეთებ ერთ-ერთი იდეალური მეთოდია კი ეგ ინდივიდუალური ეგეც როგორც ყველაფერი, მაგრამ მონენებაზეც ხო ეგეთი მარტივი პროცესი არა რა, რაც გინდა ჭამე ყველაფერს მოინენებს და ამ მონენებას მერე კანზე ან შენ გონება განწყობაზე ან ხასიათზე არაფერი მოქმედება არა, ძალიან მოქმედებს და ძალიან პირდაპირ ხო და ამიტომ მონენების ამბავზე რას ჭამ, როგორ ჭამ, ცოტა ხანი რომ აი ასვენებ უმეტესობისთვის შეიძლება კარგი იყოს. ზოგისთვის ვინც აი მიჩვეუნია ყოველ 3 საათში ჭამას და მისი ორგანიზმი, ხო რა, აი რაღაცა ენერგია არ მიიღო, თეთრდება, ცივი ოფნიას ხამს, რაღაც სისხლის შაქრის დონე ვარდება, მშია ორგანიზმი პანიკაში ვარდება. ეგეთი ვერ გააკეთებს. არა, ყველასთვის რეკომენდებული არ არის, აქვე დავძინო რომ მე არანაირი ექიმ მედიცინის გამოცდილება არ მაქვს შესაბამისად. ჩემს სიტყვებს ერთ-ერთში ნუენდობით და გადაამოწმოთ ყველაფერი თქვენ თავზე. რაიმე ქრონიკული დაავადება თუ გაქვთ, არ ვიცი რამდენად ეს არის ნორმა და შესაძლებელი რომ გააკეთოთ. არ მაქვს არაფერი მსგავსი და ამიტომ თამამად ვაკეთებ მე. მაგრამ რომ მქონდეს
ექიმთან გადავამოწმებდი და კიდე ზემოდან და რავი, ყველაფერს ნუ ჩავთავდი ამ მე ეს ბავშვში. დავამატებ, რომ აი წონის დაკნების, წონა რადგან წონის დაკნებას ამბავს მე წონის დაკნების ამბავსთან არანაირ კავშირი, ანუ იმიტომ რომ მოდი ვიშიმშინებ, რომ წონა დამაკლდეს, არ ქნათ ეგრე არანაირ მეცაც ვიტყვი, მე მყავს მეგობარი, რომელმაც ერთი კვირა გააკეთა, ნუ ის მისდევს მოკლედ რაღაცა იოგა ამბები რაღაც სადღაც იყო წასული და ერთი კვირიანი შიმშილი გააკეთა ბიჭია ხო, და ერთი კვირის თავზე მოიმატა. ხო. ასე რომ ეგრეს არ არის. ხო. წყალზე იყო ეგეთ მხოლოდ და იცი როგორ არის? წონის დაკნების კუთხით მაგ ინტერვალურ შიმშინის ახსნა გამოყენება რა არის, რომ ხო. თქვათ ეს ეგეც ერთ-ერთი tool არის, მეთოდია კალორიების რაოდენობის შემცირების რა. თუ თქვათ ავიღოთ მაგალითი ჭამდი დინის 9-ზე, 3-ზე, 6-ზე და მერე 9-ზე. დღეში 4-ჯერ ჭამდი და გამოგდიოდა 2000 კალორია. და უცებ გადაწყვიტე ინტერვალურ შიმშილი დაიწყო და 6 საათის მერე აღარ ჭამა. 9 საათის ჭამა რაღაც, თქვათ 500 კალორიას ჭამდი 9 საათზე. ამოგივარდა რა. გამოდის რომ გადახვედი 1500 კალორიის ჭამაზე. შენ აი ინტერვალურმა შიმშილ აი ბოლოს რო არ ჭამ 6-ის მერე იმან დამაკნებ. არა, 500 კალორია რომ მოაკენი იმან დაგაკნებინა. რომელ საათზე რაღაც. ანუ რეალურად ერთ-ერთი tool არის, მეთოდია რომ კალორიების შემცირება მოახდინო. თუ თქვათ კალორიას არ იცვნი. ეს დაცვა და კალორიების რაოდენობის კონტროლი ყველაზე ბოლო ის არის რა, აი ყველაზე ღრმა, ამაზე იქით ვეღარაფრით ვერან, შენ თვითონ იცვნი, რიცხვი იცი. 1300 ვთქვათ ინარჩუნებ, 1200 შეჭამ всё იქნებ. შენ თუ გინდა 5-8 საათი შიმშინე, ეს მეთოდი გამოიყენე, სუდინი ჭამე, ყველაფერი 7 ჭამაზე დაყავი, რიცხვებს თუ მიუყვები, всё. შენ როგორც გინდა იმ მეთოდს შეურჩევ. თუ არ იცვნი, ვინც არ იცვნის, აი მაგათვის არის, ისიც უმეტესობაზე არ მუშაობს, იმიტომ რომ თქვათ იმ 4 ჭამიდან იმას რო 500 მოკლა, ის 500 ამეებს დაუმატა. თუ არაფერს არ შეცვნი და არც იცვნი, უბრალოდ ამოაკნებ რაღაცას, აი ინტერვალ შიმშინი ესეთი tool გამოვიდა, რომ ეს 500 კალორია მოაგეკლო. თუ არ გჭირდება, იგივეს ჭამს და ეს ჭამ მოაგე. ასევეა აი კორნივორულ რაღაც ნახშირწყლები საერთოდ ამოიღო კეტოც ხარ რაღაცეებზე უარს რაღაც პროდუქტებზე ან ცლიან ნახშირწყლს ცლიანად იღებ. ანუ ეგ ქმნის, ვინც არ იცვნის და რიცხვებს არ აკონტროლებს, ნებით უნებნით იწვევს აი ცლიანი დღის მიღებული კალორიების შემცირებას. სხვადასხვა მეთოდით, საათი შემცირდა, ამან ცლიან ნახშირწყლები ამოყარა, იმან რაღაც პროდუქტები ამოიღო, შეუმცირდა. და მე აი ხო, აი რო ამოვიღე ნახშირწყლები, იმიტომ შემიმცირდა. არა, რო ჭამდი 2000 და ნახშირწყლები სულ რო ამოაგდე, იმ 2000-დან ნახშირწყლები იყო ალბათ, რავი, ნახევარი 1000 და გადახვედი 1000 ჭამაზე და 1000-ის მინუსმა დაგაკნებინა. არა, ნახშირწყლები სულ ამოგდება. ანუ რეალურად ერთადერთი წონის ხო, მატების და წონის კლების არის და ხო, კალორიის ნაკნები მეტი არაფერი არ. მეტი არაფერი. აი კიდევ თქვათ აი ეგრო ჰორმონალური ნივთიერებაცვლა მცირდება დიდება მაგის შესაბამისობაში რა. თქვათ 30 წლის გჭირდება 1300 კალორიის წონა შეგენარჩუნებინა, იღებ 1000-ს, გაკდება უეჭვენი. გახდი 61 წლის 1300-ის მაგირად ბუნებრივია დაგჭირ თქვათ 1100 კალორია რომ შეინარჩუნო. იღებ 1000, ამას ამ რიცხვებს მაგანეზე ვიძახდი, და მე არ გამოგვი. 1000-ს 61 წლისას მაინც დაიკნებ, ისე -200 ყველა ვარიანტში. რიცხვებია. არითმეტიკა. არითმეტიკა მარტივი 1000-ის ფარგლებში რა. ეხლა მე დამინდა რომ მითებზე ვილაპარაკოთ ბოლოს, იმიტომ რომ მგონია რომ შენ ის ადამიანი ხარ, ვინც ამ მითებს ანგრევს ხოლმე. აი ეხლა რაც ვილაპარაკეთ, ცოტა თუ აი დაიჭირა ადამიანმა და დაფიქრდა, მითები ამ ყველაფრის ამ ლაპარაკით აიხსნება და ეხლა რაც არ უნდა მითხრა რომ აი კი, მაგრამ სანამ მაგას კითხავ, მაგამდე ძალიან ისეთი აქტიური საუბარი მიდის, ძალიან ბევრი პოდკასტში მოვისმინე უცხოურში, სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციაზე რა. და აქ ლაპარაკი მიდის როგორ უნდა ვიკვებო, ანუ თანმიმდევრობაზე მიდის ძალიან ისეთი აქტიური საუბარი რა. შენი გადმოსახედიდან რა არის სწორი თანმიმდევრობა, რომ იმიტომ რომ ეს სისხლის შაქრის დონის სტაბილიზაცია მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრჯერ სხვადასხვა ეპიზოდში მაგაზე და
იცი რომ გააჩნია მანდ სისხლი არ არცებობს რომ აი ესე უეჭვენია გააჩნია რა აი ეს ინსულინ სპაიქს რასაც და აი ხე ინსულინი გამოიყოს სისხლში საქრის დონის ჩასვლა როგორც სითხის შეკავება გამოდევა სუნთქვა ანუ ჩვეულებრივი პროცესია ადამიანის ორგანიზმში რომლის ყოველთვის უნდა მიდანო საკვები ჭამე ეს ენერგია კალორიები შევიდა ორგანიზმში სისხლში სისხლში შევიდა აიწია ინსულინი გამოიყო უნდა აიღოს ეს ანუ ეს ბუნებრივი პროცესია რასაც ჩვეულებრივად უნდა ანუ ეს სისხლის შაქრის დონის ავარდნა ამივარდა ხო აგივარდა იმიტომ რომ ინსულინი გამოიყოს და აიღოს ეს და კუნთის უჯრედში თუ ცხიმში თუ ანუ შესაბამისი მოქმედება მოახდინოს ორგანიზმს ამიტომ ეს აი კალორიის აი ხა დაიწყეს გადავიდნენ კალორიის იმიდან ნენელა გადადის რომ აი ინსულინ სპაიქს სისხლში ავარდნინი რო გაქვს იმიტომ ვერ ხდე ძირითადად რა აი განსაკუთრებით თუ ნახშირწყალს ცხიმით გაჯერებულ პროდუქტს მიიღებ უფრო მეტია ეს აი სპაიქი რა მაგრამ თუ თქვათ გავიდეთ აი წონის კნება და აი სპაიქი ან ცუდი რაღაც ამაზე თუ რო თქვით აი ზოგადად ჯანსაღებმა 80% ჯანსაღად იკვებები ასე ცოტა 20% ნაყინია რაღაც შოკოლადი რაც აქ სპაიქს გააკეთეთ არა უშო სისხლის შაქრის დონე ავიდა გამოიყო ინსულინი აიღო ეს ზედმეტი ენერგია შემოსული და ან ორი გზაა რა თქვათ ცოტა დავამატოთ მოცემულობას რომ ცოტა აქტიურია ეს ადამიანი კვირაში რაღაც ორჯერ სამჯერ ვარჯიშობს და ასე თუ ისე აქტიურად ცხოვრობს რა ანუ ენერგია ჭირდება ჩვეულებრივ თუ თქვათ შენ შემთხვევაში ისევ არ გავწდეთ ახალი რიცხვები არ გვინა 1300 კალორიას იღებ წონას ინარჩუნებ რა აი ეს 1300 კალორიას თუ არ გაცდი რაც არ უნდა როგორ თქვა აი ცუდი პროდუქტი მეტჯერ გააკეთო ეს სისხლის შაქრის დონის ავარდნა და ინსულინ სპაიქი გამოიყოს არაფერი არ დაზიანდება ორგანიზმში ეს 1300 კალორია რაც გჭირდება როცა შეჭამდა ორგანიზმში შევა არ აქვს მნიშვნელობა საათსაც რომელ საათს გამოიყოფა ინსულინი აიღებს კუნთის უჯრედში გაგზავნის რომელსაც რაღაც ახლო მომავალში გამოიყენებს თუ ცოტა იმ დროს არ ჭირდება და კუნთის უჯრედებში შენახოს გლიკოგენ არ გვინდა ტერმინები ანუ აი იქ კუნთის უჯრედებში სავსეა ეს ცხიმის უჯრედებში შეინახავს ოღონდ იმასაც აი 1300 კალორიას თუ არ ცდები ანუ ინარჩუნე ის როგორც კი ეს კუნთის უჯრედებში უცებ გამოენია რაღაც თქვა ცირბინი გადაწყვეტი ანუ ვარჯიში და ეს კუნთის უჯრედებში რა ენერგიაც ხო გამოენია ეგრევე აიღებს ესე აიღებს მე მარტივად არ ხდება მაგრამ აიღებს ამ ცხიმიდან ის ზედმეტი რაღაც 2-5 თუ რა ენერგია შეინახა აიღო გამოიყენებს ცოტა იქაც დეფიციტი აქაც მე რო შეჭამ ავარდება ისევ აქ შეივსება იქ თუ რაოდენობას ანუ რიცხვს შენ შემთხვევაში 1300 კალორიას არაცინება არაჭარბებ რამდენჯერაც არ უნდა გააკეთო ეს ინსულინ სპაიქი არანაირი ანუ არც ჯანმრთელობის ხრივ არც წონის დაკნების ხრივ არანაირი პრობლემა არ შეგექმნება მან შემოვიტან ერთ დებულებას რომ რაც უფრო ხშირად ადის ეს სპაიქი ანუ ავარდნა ინსულინიც გვაქვს ჩვენი ორგანიზმი ხომ დროს გამოიყოფა ეს ენდორფინები კარგად ვარ და გვინდა ყველაფერი რაღაცა და მალევე ხდება ჩამოვარდნა რა როცა მარტივ ნახშირწყალს აი ხო მაგას ვიძახი შენ თუ ხო ვთქვით რომ ჩვენ აი თუ ეცდები რომ თქვა 80% ჯანსაღი პროდუქტების აი ეს ბუნებრივად ეგ ავარდნა ხშირად ვერ გექნება 20% თქვათ რაღაც დღეში არ ვიცი 30 გრამი შოკოლადი თუ რაღაც ერთი ნაყინი თუ რაც იქნება რამდენზე უნდა გაყო ეხა ერთი ჭამა აგივარდეს არა მაგრამ ეგეც ხო ანუ ადამიანი ავი ის ხო რობოტი ხო არა ანუ ეგ დღეში ერთხელ მაინც ეგ რაღაცა რავი ძალიან ასწორეს მე მაგათად აი იმიტომ იძახიან ზოგჯერ რომ ვარჯიშის წინა ეგ ენერგია რომ მე დახარჯო ცოტა მანდაც თუ გაიაზრებ და ჩაუღრმავდები შენც ისე დაგეგმე როცა გჭირდება ან რაღაცა არ ვიცი რაღაცა კარგი ხდება ან რაღაც ფიზიკურად აქტიური უნდა იყო ან რაღაც გჭირდება ენერგია იმ დროს და მე არ დაждდე რა ან რაღაც ანუ ისექენ იმიტომ იძახიან ახსნა ეგ აქვს რა აი ვარჯიშის წინა ან ვარჯიშის მერეც არის რომ აი ეს რო ივარჯიშა ეს კუნთში უჯრედებში რაც ქონდა ენერგია დახარჯა ცხიმიდანაც 1-2 შეიძლება აიღო იქაც ცარიენი გაეჩითა და ეს და არაფერი იმაში გაუშვებს და დიდათის არ გექნება მაგრამ
ეს ჰას დემონიზირებას რავი ერთხელ მაინც კარგად რომ არა, ეგ ცოტა ჰაი იგრძნოს ადამიანმა თავი ეგ კაი შემთხვევაში ამბობ შენ, ხო კაი შემთხვევაში და იქ ცუდი ინსულინა ეს შაქრის დონის ავარდნა და მე ბევრი ინსულინის გამოყოფა და ინსულინის რეზისტენტობა და ეს უარყოფით და ცუდი გადადის უკვე შენ თუ 1300 კი არა 2300 კალორიას იღებ თან აი 80% ჩანსახს კი არა 80%-ს ნაგავს ჭამ და მე ეს სისხლის შაქრის დონე რო ავარდება ეს ინსულინი მოვა აიღებს ამ ენერგიას შენ კუნთის უჯრედებში იმდენი გაქვს არ დაგიხარჯავ ზიხარ მთელი დღე აქ ვერ მიაქ იქ ცხიმი დატენილია ესეც ისიც იძახის მე არ მინდა საწავიღო ამ ინსულინს რა ქნა სისხლის შაქრის დონე თუ არ დაიწია მე ორგანიზმში უკვე პრედაიბეტ და type 2 დაიბეტა მოკლედ პრობლემები იქნება რა ამ შემთხვევაშია ეს ინსულინ სპაიკი ანუ ჯობია რომ თუ ზედმეს ჭამ და ისედაც 1300 მაგრამ 2300 ხედა პლუს კიდე ისეთ პროდუქტებს აი ცუც რო სპაიკი გამოიწვიოს ხო რა დაღმართში მიდიხარ რა წონაც გემატება ორგანიზმით ცუდად მუშაობს შიგნით ფუნქციები ირევა ტვინიც აი ამდენი ავარდნა ჩავარდნის მერე მთელი დღე ნათრევისა მოკლედ რა ანუ ცუდად გრძნობ თავს რა და ის დავამატებ რომ როცა არის ეს ავარდნა იმდენი ეიფორია გვაქვს შიგნით რომ ავტომატურად გვინდება რომ ისევ ეიფორია რომ შევინარჩუნოთ თქოთ იგივე პროდუქტი ჭამოთ რომ სულ ეს ჰაი ავარდნა ეგ უკვე ადამიანის ბუნებაზე გადავიდეთ რომ კარგად რო გრძნობ თავს რაც არ უნდა ცუდის გამოგზნობდე კარგად მე ცუდის გინდა ის გოგოც რო ახსენე ხამესადად მინდა სულ რაღაცის ძიებაშია და მოკლედ რა იგიც ყველაფერი მაინც რა საერთო ჯამში იოგაც ახსენე რაღაც ინტერმიტინგ ფასტს ახსენე ანუ ბალანსი არის ცხოვრების აი ყველაფერში ყვება იქნება ვარჯიში იქნება და საქმე ურთიერთობები რაც უფრო ბალანსთან აი შუასთან ახლოს ხარ ზოგჯერ ცოტა იქით-აქეთ გადახვევა ზოგჯერ აუთხინებელიცაა რომ აი ეს ადამიანი ბალანსი მე დიდხანს მარტივად შეინარჩუნო რა ამიტომ აი ეს რაღაც ექსტრემალურად რაღაცა ძალიან ერთ კუთხეში გადასვლა ძალიან აქეთ აი სულ წარმოედგინეს ყველაფერს ჯანსაღს ჭამდი გიჟივით რო ვარჯიშობდი არ ვიცი გარეთაც არ გადიხარ არავის არ ეკვა ანუ ხო აქ ირღვევა მე რა მთავარი ხო და აი ყოველთვის უნდა ეცადო რომ მესმის რაღაცები შეიძლება ცუდი იყოს რაღაცები ძალიან ცუდი მაგრამ მაინც გააჩნია ბალანს რა ეს აი ძალიან ცუდი რამდენად ბალანსში აკეთებ კარგად და რამდენად აი შუაში მიყვები ყველაფერი კი ბატონო და ერთი მოსაზრება არსებობს ხა რომ ყვე მაგალითად ერთებში რა რო ჭამ პირველი ბოსტნეული მერე ცილა და მერე უკვე ნახშირწყალი რომ აი სპაიკი კაკრას ცოტა ისეთი იყოს რა ცოტა ისეთ ძალიან ავარდნა არ მოახდინოს მიზანს გააჩნია აი ადამიანი თუ 2300-ის ჭამენის თებს განვიხილავთ მაგ ყველაფერს თანმიმდევრობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ თქვა შენ 1300 ან ჩემ შემთხვევაში დიდათ არაფერი ანუ ისედაც რომ თქვა ნორმის ფარგლებში ჭამ რაოდენობას რაც საჭირო ორგანიზმს აწვდი ასე თუ ისე თქვა 80% ჯანსაღად აწვდი აი ეგ მაგას უკვე ის კრეივინგები ის რაღაც ის აი გემოები გინდება ორგანიზმს რაღაც აკნია რაღაცას გთხოვს საერთო ჯამში ბევრად ნაკლები გექნება სულ არ დაიცვა ეს თანმიმდევრობა რა აი მაგ თანმიმდევრობის და ცოტა კიდე სიღრმის უფრო და უფრო დაცვა ხდება საჭირო მაშინ როცა უფრო ყველაფერი არეუნი გაქვს და ზედმეს ჭამ არასწორს ჭამ და რაღაც მე უკვე ის ღრმა დეტალებს მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ჯობია სანამ იმ ღრმა დეტალებზე მნიშვნელობის ყურადღების გამახვილება მოგიწევს უფრო მარტივი რაღაცები შეცვალე და დაისვენე რა კი ბატონო ეხლა გადავიდეთ მითებზე ну ყველა მითს მართლა შენ როგორც თქვი აბსოლუტურად ყველაფერს ცემს პასუხს ის ერთადერთი აი ღამე ჭამა ასუქებს ვიცი რომ მაგის პასუხი არის რომ კალორიულ დეფიციტში თვიშდები არასუქებს მაგრამ მან თხა შემოდის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ძილის წინ თუ ჭამე, მაგრამ ვждები კალორიულ დეფიციტში, ჩემი ძილი ვერ იქნება სულ. უყურე ნახე მაგასაც ხო და ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია რა. ზოგადად ძინის ხარისხიც
მერე მოქმედებს ორგანიზმში პროცესები, ჰორმონები არის, ლეპტინი, გრელინი, ესეთი, არ გვინდა სიმარტივე ხო. შევინარჩუნო, ანუ ძინის ხარისხი მოქმედებს მერე მეორე დღეს რო გაიღვიძებ, ორგანიზმი რამდენად ცუდ რაღაცებს მოგთხოვს, რამდენად უფრო მშიერი იქნება, რამდენად მეტი და მეტი ენდომება, იმიტომ რომ შენ ძინის ხარისხი გაიფუჭე, რაც ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძინი, ერთ-ერთი არის წყალი ვარჯიში და მაგათში შედის ძინიც. მაგას თუ დაარღვევ, ეგი მოქმედებს მერე მეორე დღეს ცუდი რაღაცები მოგინდება და ბევრად უფრო გაგირთულდება იმ დეფიციტის შენარჩუნება, ბევრად უფრო მეორე დღე ჯოჯოხეთი გახდება შენთვის, რომ შეინარჩუნო. აი მაგ მხრივ ცუდი. თუ მით უმეტეს როცა აი ცოტა თინეიჯერობა მეც ვიყავი ისე რომ რაღაც ძინის წინ შევჭამ არაფერი მკვდარივით გათი სხვარი აქვს მაგასაც რა. რაღაც დონემდე გაგიქაჩავს ორგანიზმი, რომ აი ძილზე გვიან ჭამა, მან ღამე ცუდი რაღაცეების ჭამა, ღამე არასწორი რაღაცეების ჭამა, არანაირ მოქმედება არ მოახდინოს ხარისხზე. ამოგეწურება ეს ზღვარი, მე მოგიწევს მაგაზეც ყურადღების. მეც ეხა პირადად მივედი უკვე იმ ზღვარზე, რომ აი ადრე რომ თავიდან მეც ცოტა არასწორად ვაკეთებდი. გვიან ღამე ცუდი რაღაცა რო ჭამო, აი 2-3 საათში მეღვიძება, ოფნი მასხან ძინის ხარისხი ძალიან ფუჭი. ეგ მარტო ცუდი რამე მომინდება მეორე დღეს კი არა, ვერც უკვე ისედაც საქმეს ვერ ვაკეთებ, გონებაც არასწორად მუშაობ. მეორე დღეს რომ უნდა ვივარჯიშო, უფრო ცუდად ვარჯიშობ, ძალა არ მაქვს უფრო. ანუ თავიდანვე დაღლილი იღვიძებ. თავიდანვე დაღლილი. ეგრევე და იმიტომ რომ მანდ არის ძალიან მარტივი ახსნა, რომ შენი ორგანიზმი დასვენებაზე და გასუფთავებაზე კი არა, გადამუშავებაზე. არც არის ბოლომდე. მან და წონის დაკნებას დაუკავშირებ ცოტაოდ, ღამე რო ჭამ ძინის წინ დეფიციტში თქვა 1300 არ გადაგიჭარბებდი, ანუ ესე საერთო ჯამში ცხიმი ქონი დაიწვა უეჭვენი, მაგრამ მეორე დღეს რო გაიღვიძებ, ეს რო ბოლომდე გადამუშავებული რა, სასწორი უეჭვენი მატებას გაჩვენებს. ეგ უკვე ვისაც ხა მე გააზრებული რომ მაგ და ვიცი რატომაც კაი არ იმოქმედებს ფსიქოლოგიურად, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს აი ყველაფერი კარგად გავაკეთე, მითხრეს ღამე ჭამას არ აუშავსო, ძილზე თუ არა, მაგრამ სასწორი ავარდა, მომემატა წონა, ცხიმი გამეზარდა, ეხა ირევა ყველაფერი. ყველაფერი, კი. ამიტომ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რაღაც წელიწადში 365 დღიდან რაღაც ზოგჯერ, არ ვიცი, 5 დღე თუ თვეში ერთხელ იქნება 12 ჯერო საღამოს სადღაც წახვიდე და ყველა მეგობარი ჭამს და შენ მე ხა ჩემ ძინის ხარისხზე ისო ცუდად იმოქმედეს ვერ შევჭა. არა უშავს ერთი დღე იმოქმედოს, მეორე დღე გადააჭარბო, ანუ ვერ ივარჯიშო, არ ანუ ეგეც ხო ბალანსია რა, ისე უნდა დააბალანსო, იქ რო ისე იჯდები რაღაცა. ოკეი. შენ მენტალობას არევს. ამიტომ აი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც აი კი ბატონო. ყველა შემთხვევაში ბალანსი. მაქვს ესეთი კითხვა უზმოზე ყავა. ხო. ვიცი რომ მანდაც სხვადასხვა აზრები არსებობს და ძალიან სხვადასხვა არის, მაგრამ ორგანიზმი გააჩნია ადამიანს. ხო, მაგრამ აი ეგეთი შემთხვევა არის ერთი მაგალითად. ასევე ჩემი მეგობარი ესე დილით უზმოზე ყოველთვის სვავდა ყავას. დაახლოებით 1 კვირაზე მეტია, გადაწყვიტა რომ არ დალიოს. და შფოთვები აბსოლუტურად მოიხსნა. ხო. არის ეგ. კოფეინი ყავაში ხო, კოფეინი ვერ იტყვი ყველაზე, მაგრამ არის ადამიანები, რომელზეც აი ცოტა ისეთი რა, მაინც და მაინც ცოტა აი შფოთვებისკენ დაახლოებული რაღაც ნერვული სისტემა ცოტა ის ნერვული თუა, მასზე კოფეინის მიღება დინით ყავით იქნება თუ შუადღით სხვა პროდუქტისგან ხელს უწყობს აი შფოთვის იმას რა. როგორც კი მოხსნა ეს კოფეინი ეგრევე არის ადამიანს ზოგს კუჩულს ეგრევე, ზოგს აი შენახსენე ფლორა რაღაცა ურევს რაღაცეებს რა. ესეთი ადამიანისთვის ცხადია რაც ვახსენე, ოდნავ შენ თავს დააკვირდები, არ სვამდი ყავას, ვიღაცა სვამს და აუ მე დინით სვამ, კარგად გრძნობ თავს, არაფერს არ მინევს, ოკეი, შენთვისაც კარგი იქნება დანიე. დაიწყეს მა, სვამ, კუჭი გეშნება, ნერვიული ხარ, რაღაცა შფოთვები გეწყება, იმისთვის მე მამაგის ორგანიზმზე სხვანაირად მოქმედებს, არც შფოთვებს არ იწვევს, არც კუჭის ხასას, არც ფლორას არ მაგას შეშეუნია რომ დანიოს. შენ ნუ ვერ დამე, იმიტომ რომ შენზე ეს. კოფეინი ხო ასევე ინსულინის მატებასაც უწყობს ხელს უზმოზე, არაფრისგან თუ ინსულინი მოგემატება, ქალის ჰორმონებისთვის ეგ ხო რეალურად შეიძლება ძალიან ცუდი იყოს.
იცი როგორ კოფეინი გააჩნია კიდე რა ანუ დინით ყავა სვამ და წარმოიდგინე და მე მიდიხარ ვარჯიშზე და ვარჯიშობ ეს რაც თქვი კუჩ გიშნის ნერვოსი და არაფერი ანუ და ბევრად უფრო კარგად ივარჯიშებ ყავისგან კოფეინი რო გაქვს მიღებული ან სხვა პროდუქტისგან ვარჯიშზე თუ ყავა სვამ და მე მიდიხარ და ისეთი სამუშაო გაქვს რაღაც ტახზე უნდა წამოჯდე და რაღაც იფიქ რაღაცა შენება პირიქით ანუ უკეთეს შედეგი გქონდა არ გქონდეს ანუ გააჩნია კოფეინი მაინც ყოველთვის უფრო ფიზიკურ აქტივობის წინ ამბავში ან გონებასაც ხსნის იმ შემთხვევაში ვისაც აი ბევრ დისკომფორტს ვიღაცას თუ მუცელს უბერავს კუჩუშის რაღაცა გონებრივად უფრო ცოტა სწრაფად ფიქრობს ან რაღაც კვეთრად ფიქრობს ანუ აი ამ დისკომფორტი რაც შეუქმნათ ორგანიზმში ახშობს მაგას ვისაც ეგ დისკომფორტი არ აქვს უმეტესობის შემთხვევაში ძირითადად ეს საიდ ეფექტები კუჭის ასლა და ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ რაღაც მაინც უფრო უმცირესობაშია ზოგადად რო ავიღოთ უმეტესობისთვის მაინც ან დიდად არაფერს არ ცვლის ანუ პირიქით ჩვევის ამბავია მიჩვეულია და ეს ერთი ფინჯანი ყავა არა შენ რაღაც 80 მგ კოფეინი იყოს დიდად არაფერს არ უცვლის ну მაგრამ რახან მიჩვეულია რიტუალი აქვს რაღაცა ყავა მაღვიძებს ვითომ რა ბევრი შემთხვევაში მართლა კოფეინს რო იღებს ორგანიზმი იღვიძებს და აი აქტიურდება და ტვინიც ხოძე მოდის და აი ესეთი მასია რა ამიტომ მნიშვნელობა აქვს რა ვისთვისაც ანუ ცუდად მოქმედებს და ნერვიულს ხდის და კუჩს უშნის და მუცელს უბერავს რაღაც ცხადი არ უნდა ქნას ქანიც თუნდაც ახსენე ახაც კოფეინს სვამს პირიქით არც მუცელი დისკომფორტი არაფერი არ აქვს შეიძლება სამსახურის წინ ვარჯიშზეც მინდის უკეთესად ივარჯიშოს მე სამსახურში უკეთესად იქნება და თან ის ბევრი კოფეინს უკავშირებს კიდე აი კოფეინია და მე ქრაში გექნებ ეგეც ორგანიზმზე გააჩნია რა თვითონ კოფეინის ხარისხიც არის ეგ ერთი და მეორე კიდე ვისთვის როგორ რა ზოგს აი ეგ ერთი და იგივე პროდუქტი რომ მიიღო ეგეც ინდივიდუალური ქრაში ზოგს აი ჩამოვარდნა და მე მოწყენი ნიჭდება ზოგი არ იჭდება. აი პროდუქტებზე ხერს გავაზიარებ მე მაგალითად. პამიდორს ვერ ვჭამ. თუ პომიდორს როგორც არის სწორი, იმიტომ რომ საშინელი უცრისტკივილი მეწყება, ხო? ვიღაცის ხო ჩვეულებრივი. ზოგადად აი ბოსტნეული ჭამე კარგია, პომიდორი, კიტრი ჭამე ხახი კარგი. შენთვის არა, აი შენ რომ მე რო დაგია პომიდორი ჭამე, ცუდად გახდები, უფრო არ. ხო, ამიტომ ძალიან ეს ხოთა შორის ძალიან მე ბოლო წლებში აღმოვაჩინე რა, ეს ყოველთვის არ იყო და ისევ აი შენ ძალიან სწორად თუ რომ მას მე რას დავაკვირდი, რისგან მაქვს შებერილობა, რა მაწუხებს. კიდევ ერთხელ გამომეორებ რომ მიკროფლორა ძალიან ის მქონდა გაუბედურებული მქონდა და მე რა ესეთი დანამატებით რაღაცა შევქმენი და მე დავაკვირდი ზემოდან. ასევე მაგალითად დავაკვირდი აი ერთხელ თქვი და კიდევ აიურვედას მიმდევარი ვარ ესე ვთქვათ და იქ არის რომ ჩემი კონსტიტუციის ანუ ქარის ადამიანი ვერ ინელებს მოკლედ ჩვენი პრობლემა არის მონელების სისტემა და განსაკუთრებით უმი ხილის ხო და გავაკეთე ტესტი 10 წლის განმავლობაში ხილი ძალიან მიყვარს 10 წლის განმავლობაში რა ხილის მოთუშვად შეიძლება და იმ მოთუშული კონსტიტენციით ესე ვთქვათ ფორმით ჭამდი არ მქონია შევერება იქ არის დააკვირვებაც უნდა აწარმოო მაგალითად მსხალი არ შეიძლება პირდაპირ წელი არ შეიძლება მიწერია რა სპეციალურად ვჭამე ეგ სურო თქვა რაღაც ტესტიან რაღაც ზოგი არის შენ რაღაც ვიღიდეს ვიღაცა ვერ გაიკეცა სურო ეგ ტესტია შენ თვითონ აი შენ ხანი ჭამე და დააკვირდი შენ ეს გიხედათ ნებისმიერ რამ რაც დაგეხმარება შენი თავის მეტად შეცნობაში აუცილებლად მოწვა და რაც შენ თავზე მეტი იცი ყველაფერში უფრო მაგარი ხარ და ძლიერი ხარ და რავი ყველა ისეთი ხარ რა და ეს კუჭის რატო ვარკვევთ ამდენს ამ კვებაზე და რატო არის უსასრულო თემა ხო პირდაპირი კავშირია ჩვენ ვილაპარაკეთ მაგალითად რომ პირდაპირი კავშირია კუჭი და ნეიროტრანსმიტერები რამოდენიმე გამოიყურება პირდაპირ კუჭში ანუ ჩვენი გონება განწყობილება ჩვენი რავი საცოცხლო ფიქრები აზროვნება აი შფოთვები რაღაცა აი რა ხო ინტუიციაც და რაღაცაზე შეგრძნება რაც უფრო აქ ყველაფერი წყობში გაქვს ყველაფერში უფრო ხო იმიტომ რომ ეს მარტო არ მინდა რომ აღვიქვათ რომ ეს არის დაკლება ან მომატება არა ეგ არის რავი ბევრად მეტია კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა არის ხო რომელსაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ საკვები მარტო
წონა მომემატოს, დამაკდეს, კუნთი გამეზარდოს, ვიზუალურად კარგად არა, შიგნით იმდენად ღრმად მოქმედებს ორგანიზმზე და ადამიანზე, გონებაზე, აი ფიქრე, ზოგადად ადამიანის state of being, როგორ ხარ, აი დიდესიზე გავლენა. ამიტომ რავი ცოტა მეტი ყურადღება არიანტი. კი ბატონო, იცი როგორ რამე არის კიდე ისეთი ძალიან მითი, რომელზეც გლუტენზე შეგვიძლია შეგიძლია ორი სიტყვა გითხრა, ნამდვილად ესე არის, რომ ყველა პროდუქტიდან გლუტენს თუ ამოვიღებთ. ეგეც აი როგორც ვიღაცაზე, ანუ გლუტენი ორგანიზმისთვის ძალიან ცუდი არ არის ძალიან ცუდი. ანუ მე ბევრ გლუტენის შემცველ პროდუქტს ჭამ და გადასარევად გრძნობს თავს. საერთოდ არ არის აუცილებელი ესე გლუტენი, კოფეინი იქნება, ნახშირწყალი იქნება, ან რამე კონკრეტული პროდუქტის ესე ამოღება თუ აუცილებლობა არა. აი შენ შემთხვევაში პომიდორის ამოღება აუცილებლობაა, იმიტომ რომ ანუ არ შეგბერო, ცუდად არ იგრძნო თავი. ჩვეულებრივად რო არ კონდეს ეგეთი უკვე ჩვენება პომიდორში, ჩვეულებრივად შეჭამდი პომიდორს. გლუტენზეც ვიღაცაზე შეიძლება ცუდად იმოქმედდეს, სასურველია რომ ამოიღოს, შეამციროს ან ჩემზე არანაირად არა ცუდად ამოქმედებს, რატო რა გლუტენი, უგლუტენოიზმი. ეგ როგორც ვახსენეთ, ყოველთვის ეგრე იქნება რა. ექსტრემულ დიეტებისგან ხო, ცდის, ბევრი გამოცდის, მიხვდება, გაიაზრებს, უნდა სხვა ეტყვისათაც. მერე ჩანაცვლდება რაღაცით. გლუტენი, ეხლა მიხვდება რომ ყველა რო გლუტენი დიდად არაფერი გადასარევისა, ზოგ შეუძლია ჭამოს, ზოგს არა, ვინც არ შეუძლია შეამცირებს, ვის შეუძლია ჩვეულებრივად ჭამს. გადამწყვეტი მნიშვნელობა არც დაკნებაში, წონის მომატებაში ზოგადად აი ადამიანის well-being რა და გადამწყვეტი მნიშვნელობა გლუტენს რო შეცვლი თუ არ შეცვლი თუ შეამცირებ არა აქვს, მაგას რო გაიაზრებს ყველა, მერე სხვა რაღაცასა დაიწყებე, რაღაცა შემოიტანე კიდე, არ ვიცი. კომერცია, ფულისადაც გაკეთდება. რაღაცა სხვა გამოხდება, რომ ეს არის საშინელი ორგანიზმისთვის, რაღაცა. ეს ყოველთვის ეგრე იქნება და ეს უბრალოდ აი კიდევ ერთხელ ხას ოდნავ მეტად მესმის, რომ ეს ვიღაც ამას იძახის გონება იქით გარბის აქეთ distraction ეხა მეც უმეტეს სოციალურ ყველა რაღაცა ცდილობს რომ გონება გაგიფანტოს და შენ როგორ გითხრა რა შენ თავს დაუკვირდე ჩაუღრმავდე და ყველაფერი სხვა გაგაკეთებინო ნოღონდეგარა რა აი შენ თუ ცოტა ამ ყველაფერში დააჯდები შენ თავს დაუკვირდები რაღაცას გააკეთებ ვახ ესე არა ესენი რა სიძახი ამ რატო აი მით უფრო ნაკლებად გახდები აი 1000 რაღაც დებილობის მსხვერპლი. კი, იმიტომ რომ იმდენი რაღაც არის. ეხა ზეთებზე მიდის, მეკვეცხზე იყო, ავოკადოზე, გლუტენზე, შურიაზე, ანუ ყოფილა საშინენება რაღაც refined oil არის, ყველასო ექსპო, რავი, შენც მეც დედაჩემ, მამაჩემ, ბაბუაჩს უმაგზეძე გაი ზოგი. მაგრამ მანდაც არის რომ ეხა უფრო მეტია, ვიდრე თქვა დედაჩემზე და ბაბუაჩემის დროს იყო, ბევრად უფრო მეტი გამოყენება აქვს, ვიდრე ყველაფერი მაინც ის არის, აი გააჩნია რა, იმ დროს ნაკნების რაღაცა შენება, ან ცხოვრების სტილი სხვანაირი იყო, ბალანსზე მოდის, აი ცუდი რაღაცები, კარგი რაღაცები, აი როგორ ზოგ დროს ცუდი მეტი, ზოგ დროს ნაკნები, ზოგ ადამიანს თვითონ კონკრეტულ ადამიანზე ზოგ დროს ცუდ რაღაცას ბევრს აკეთებდა კარგს, აი საერთო ჯამში ბალანსი თუ დაიცავ და ხო არის ადრეც აი ალკოჰოლი ცუდია, სიგარეტი ცუდია, ხო იზახა, ავი ბაბუაჩემ 105 წლამდე ყოველდღე რაღაც ყოველ შუა დღეს ან მაშინ ერთ ღვინო ჭიქას ან ერთ მას სიგარეტს ნახევარ პაჩკა სიგარეტს ეწეოდა ყოლობს და რავი 105 წლამდე 100-მდე გავიგეს ერთ ცუდ რაღაცას აკეთებდა, მაგრამ სხვა შენება, არ ვიღამე კარგად ეძინა კარგ პროდუქტებს ჭამდა, ის პროდუქტები რო ჭამდა nutritionally dense იყო, არ ნერვიულობდა, სტრესი ნაკლები ქონდა, ფიზიკურად აქტიური იყო. ეგ ყველაფერი ხო იმ ერთ ცუდს აბალანსებს და ძმევს. ეხლა ვთქვა დღეს რო მე სიგარეტი მოვწიო და ბაბუაჩემი რომ მე სიგარეტის გარდა კიდე ცუდი ჰაერი შენობა ცუდია უფრო დაბინძურებული პომიდორს ბაბუაჩემი რო წამდა ჩემს უფრო ნაკნები ვიტამინები მინერალი ანუ საერთო ჯამში ცუდი ბევრად მეტია და იმიტომ გამოდის რომ აი რო შეადარო აი ესეთი ცოტა ისეთი რადიკალური შედარება მაგრამ რო აი ხო მაინც ყოველთვის დადის ცუდი კარგი და საერთო ჯამში რომელი ძლევს
ერთი მაღაზია რა. ერთი ეხა კიდე გავრცელებული ამბავი არის, მაგასაც ვიტყუარი, რომ მაყურებელმა არ იცოდეს, მარცვლოვანებში მცენარეულ ტოქსინებზე, ანტინუტრიანტებზე რომ ხო. მიდის, ძალიან სერიოზული ლაპარაკი მიდის, რომ მავნებელია და იტაცებს რა, რაღაც რა არის მარცვლოვანში არის ხო. ანტინუტრიანტები, რომლებიც იტაცებენ მაგალითად რკინას იტაცებს რა, ეგ თუთიას იტაცებს ხო, რაღაცა და ხო. მაგაზე მიდის, ანუ აი ეს ალბათ ცის პროდუქტები ჭამო იმას ხო, კარგად კარნივორების ხო. შემოტანილი თემა არის ძირითადად, რომ აი ეს მარცვლოვანი პროდუქტების ყვება რაღაცნაირად შეამცირონ რა, რომ უფრო მეტი არ ვიცი რა, აი ეგეთი ისე არის რა. მაგრამ მანდ არის იმის ხოლმე შორის მე ვნახე რა, აი მაგალითად არის რომ ლექტინები კალციუმთან და რკინას მეტად იტაცებენ, ტანინები რკინასთან, მაგრამ აი შეიძლება ამბობ რა, ყველაფერი ხო ბალანსი არის რა და აქაც არის საუბარი რომ მომზადების სტრუქტურა უნდა დაიცვა რა, ლობიოში თუ არის მაგალითად ლექტინი სიტყვაზე ვთქვათ, რომელიც ნაკლებად უშლის ხელს რომ ვთქვათ, რკინა რაღაც არის თუთია იყოს ათვისებული, უნდა მოხარშო რაღაც ისე დონემდე მიიყვანო, მოწალო, ანუ აუცილებელია მომზადების პირობების დაცვა. მაგრამ უყურე ეგეც მომზადების პირობებზე და პირობების დაცვაზე ყურადღების მიქცევა გჭირდება, თქვათ აი რკინას თუ არასაკმარის რაოდენობა რკინას იღებ ზოგადად რა, ანუ თუ მიუბრუნდით ისე ჯანსაღად იკვებები, ცდილობ რომ ჯანსაღი პროდუქტები ჭამო რკინით, კალციუმით და ყველა ვიტამინებით, მინერალებით სავსე ის ლობი არასწორად რომ მოამზადო და მაგანიძე ავიღოთ რაღაც 20 რკინას იღებდე და ამან 2 წაგართოს 18 დაგჭეს რა ამერე. აი შენ რომ საერთოდ არ იღებ რკინას, ან იღებ 5-ს, ან 4-ს და იმ 4-დან ეს 2-ს გაცნის და 2 გრჩება, მან პრობლემა გაქვს უკვე და არ გიქნებოდა ეგ პრობლემა თუ არა. დაბალანსებულა ჯანსაღად იკვებოდი, აი ყველაფერი თითქოს ისე არის რა, ჩემთვისაც პირადად ხშირად მოუწერეთ, რომ რაღაცა სხვანაირი თითქოს ვითომ არაფერი რაღაცა დაალაგდა ცხოვრება სხვანაირი გახდა, უფრო ენერგიაზე ვარ, ყველაფერი უფრო ნაკლებად ვიღრმები, უფრო კარგად მძინავს. აი ეს ყველაფერი ერთი მეორე მესამე ერთმანეთს რომ ემატება და გროვდება და რამოდენიმე თვე რომ გადადიხარ ძალიან ცუდიდან ძალიან კარგზე კომპაუნდის რო რა ქვია როგორ არის რა გროვდება და რო ისევენ და მე უკვე ვახტა რა კაია ყველაფერი ცხოვრება რამშვენია ყოფილა თურმე თუ ოდნავ მაინც აი ბალანს მივახლოვდე და სწორად გააკეთებ რაღაცებს კი ბატონო ბალანსი ყოფილა ამოსავალი წერტილი ჩემი აზრით ჰარმონიაში ყოფნა ამ საუბრიდან გამომდინარე ესეთი დასკვნა გამოვიტანე ძალიან დიდი მადლობა სანდრო ძალიან საინტერესო იყო მე მგონი აი ეს ის შემთხვევა როდესაც რაღაცა ხო ხდება ყველაფერი თავზე გახვევს რა და ძალიან რთულია რომ ამ ზღვა ინფორმაციაში შენი გზა გაიძებნო და ნუ ხან იმას ეტაკები ხან ამას და აბა ის იმას მეუბნება და ამას და შენი ხედვა ამ ყველაფერთან მიმართებით რომ შენ თავს მოусმინე და დაინახე შენში რა მუშაობს კარგად ალბათ ყველაზე სწორი მიგნება რა რამდენი სხვა კუთხით ვილაპარაკეთ ყველაფერი მაინც ერთზე მოვიდა ეს აი კი ბატონო მაყურებელს უნდა ვთხოვო რომ გამოიწეროს პოდკასტის არხი იმიტომ რომ ძალიან ბევრი უყურებს ისე რომ არ იწერს არხს არც ვიდეოს იწონებს აზრის გამოხატვაც ნაკლებად არის ეს კიდევ ერთხელ და ბევრჯერ ვიტყვი რომ ძალიან მეხმარება მე პირადად არხის ზრდას და ეს ყველაფერი მეხმარება იმაში რომ უფრო საინტერესო იყოს პოდკასტები, უფრო მაგარი საქმე ვაკეთოთ და რა ვიცი, გავიზარდოთ და განვითარდეთ ერთად. ადამიანმა გაიგოს ესეთი რაღაც მისთვის სასიკეთო და სასარგებლო ინფორმაცია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. არა, პირიქით.